podcast point-ი წარმოგიდგენთ. ძალიან საინტერესო პროგნოზები შეგვიძლია მოვისმინოთ დღეს. არა, პოზიციაში ვარ. ეს როგორ იაღლიშ? მეინტერესებს რა გვაშველება. სადაც მივდივარ, ყველგან მეკითხებიან, რომ აი ჩემზეც მითხარი, რა მეშველება. იცი რა მაინტერესებს? ყველაზე მსუნაგი ზოდიაქოს ნიშანი რომელია? მსუნაგი თუ ღორმუცელა. ზოგადად ფილოსოფები არიან მიდრეკილი. ხომ თუ იუპიტერი მართავს, და იუპიტერი ესეთი ექსპანსიის პლანეტაა. ესე თუმცა სუ იუპიტერის ბრალია, იუპიტერს. გურმანი არის კურო. კიჩხები თუ მშიერია, რა ვიცი, დრამებს დგამს. ყველაზე პრანჭიები არიან სასწორები. შეიძლება იყოს სიღარიბის კოდი, რომელიც მოდის საგვარეულოდან. შენ აგირჩია როგორც დედა. არ ვარ ცოდვარი. ყველაფერი რიგზე არის მეგობრებო. მეტირება. დედასთან ურთიერთობა არის ერთ-ერთი თავისსაწყისი ჩვენი რესურსი. გადაცემის სპონსორია ფინო. ფინო, როცა სახლში სიმყუდროვეა. გადაცემა Easy Plate-ის სპონსორია ტექნიკის მულტიბრენდული მაღაზია მეტრომარტი. მოგესალმებით Easy Plate-დან. ნუცა ერთი სული მაქვს მაყურებელს მოუყვეთ რა ელოდებათ დღეს. დღეს არის ხუთშაბათი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი გადაცემა კვლავ ეთერშია და ძალიან მიხარია, რადგან ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს და ვინ არის ჩვენი სტუმარი და რა გელოდებათ დღეს, ამას იტყვის ნინა. დღევანდელი ჩვენი სტუმარის არის სოფია ბზეკალავა, ასტროლოგი და აუცილებლად ვისაუბროთ ყველა ზოდიაქოს ნიშანზე. ყველა ზოდიაქოს ნიშანზე. აუცილებლად გვიყურეთ. არ ვიცი ჩვენ მაყურებელს ახსოვს თუ არა, მაგრამ პირველ გადაცემაში შეგვპირდი, რომ გააკეთებდი პურს. ჯანსაღ პურს და მე მშია, ამიტომ მინდა რომ გამიკეთო ჯანსაღი პური თუ შეიძლება დედა. კი, აუცილებლად გავაკეთებ. თან მაქვს ჯანსაღი პურის ორი ვერსია, ერთი რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება და მეორე რომელიც დიდხანს მზადდება და ის დიდხანს რომელიც მზადდება სახლიდან მაქვს წამოღებული და შენ კიდე გააკეთე ჩემი საყვარელი პაშტეტი და ერთად იქნება საოცარი და ასევე რამე სალათი მოიფიქრე რომ ბოჭკოც მივიღოთ და მე ვფიქრობ ნუცა რომ აი რო გასინჯავ მაგ პურს შენ იტყვი რომ ბალანს ექსპრესში აუცილებლად უნდა დავამატოთ ეს პურები. აი გამოსინჯა და გადავწყვიტო. ხო. და სანამ გადავალთ მზადებაზე, მანამდე გეტყვით რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია მეტრომარტი. მეტრომარტი არის მულტიბრენდული ტექნიკის მაღაზია, სადაც დაგხვდება ძალიან დიდი არჩევანი, ძალიან ხელმისაწვდომი ფასები, ამიტომ აუცილებლად ეცვიეთ. ნინა, შენ იყავი ხო? მე ვიყავ, ეხლა ფასდაკრება ხო იყო და ირასთან ერთად დედაჩემი არის ირა, იმას აქვს ის ბარათი ლიბერტის, რომელზეც იყო кэшბექი, ვიყავით და რაღაცები შეუძინე სახლისთვის. მე მაჩვენებები შეუძინე. კი, ასევე გაჩვენებ და გეტყვი იმას, რომ ჩვენ კი ვიყავით ოფლაინ მაღაზიაში ადგილზე, მაგრამ ონლაინად შეგიძლია ისარგებლო. და იყიდო ყველანაირი კატეგორიის, ფასის, უზარმაზარი არჩევანია ტექნიკის თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების და საქართველოს მთელი მასშტაბით არის მიტანის სერვისი. ნამდვილად ძალიან დიდი კომფორტია, რომ თუნდაც საქართველოს შეგიძლია ისარგებლო მიტანის სერვისით და მეგონი ჩვენ მაყურებელს უკვე კარგად იცის მეტრომარტის შესახებ. ახლა კი გადავიდეთ ინგრედიენტებზე, რომელიც დაგჭირდება ჩვენი დღევანდელი კერძისთვის. მოვიმარაგეთ, რა თქმა უნდა, ორი ნაბიჯიდან. ყველა საჭირო ინგრედიენტი, რადგან ყველაზე ჭკვიანურია, ჩემს ორი ნაბიჯში საყიდლებზე სიარული თუ გამოძახება, მე მიყვარს გამოძახება, ჩემი საყვარელი სპორტი არის. და ნებისმიერ მისამართზე შეგიძლიათ მიიღოთ სწრაფად მოდიან და ისეთი საყვარელი და ის კეთილი კურიერები ყავთ, რომ უკვე რაღაცა მართლა ძალიან მიხარია ხოლმე რამე რომ ჭირდება და ვიძახებ. და სულ აქციები აქვს, სულ რაღაც ქულებით მიკლებენ სასწაულში. რა თქმა უნდა, ყველაფერი ონლაინ მაქვს თან. მე მაქვს 26,000 ფულა. მართლა? თქვენ გათხოვებთ ცოტას. მიდი. აჰა, თან იცი რა მიყვარს ხოლმე, ზუსტად ზეითუნის ზეთი, პარმეზანი და ეგეთ რაღაცებს ყიდულობ ხოლმე ძალიან კარგ ფასში. ნუცა, წონით იყიდებოდა, ხვიცლი? არა, ეს მე გადავიტანე ფინოს სამზარეულოს პარკში, რადგან უფრო კარგად შეინახოს ყველაფერი და თან უფრო ჰერმეტიული არის და მარტივი შესანახი. მე მახსოვს რომ მამა ჩემი ყოველთვის რომ მოიტანდა ხოლმე ღვიძლს ან საქონლის ღვიძლს, მეუბნებოდა რომ ეს არის აუცილებელი. მოდი შენ მოყევი სასარგებლო თვისებებზე. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ღვიძლი მდიდარია B12 ვიტამინით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფუნქციონირებისთვის. ასევე არის კუნთებისთვის, ნერვული სისტემისთვის. ანტიოქსიდანტი არის. ღვიძლი ძალიან მდიდარი არის რკინით და ალბათ აი ანემიურ ბავშვებს ამიტომ აჭმევენ ხოლმე ხშირად ღვიძლს. სასწაულ პაშტეტს აკეთებს ნუცა. და ერთი სული მაქვს, როდის გავაკეთებ და დავაგემოვნებ. ნამდვილად აი ესეთი გემრიელი პაშტეტი მე მართლა არსად არ მიმირთმევია და ძალიან მიხარია რომ დღეს ამ პაშტეტს გავსინჯავ. ჯერ მოდი პურით დავიწყოთ, მე დაგეხმარები და მე პაშტეტზე გადავიდე. კარგი, ჩემი პური ძალიან მარტივია. მე ძალიან მიყვარს პური და სულ ვარ დიეტაზე.
შესაბამისად, მენატრება ყველაზე მეტად პური და რას გავაკეთებდი თუ არა, მოვიძიებდი ყველაზე გემრიელ პურის რეცეპტებს, სადაც არ არის არც 1 გრამი ქვილი. და ესეთი პურის რეცეპტს გაჩვენებთ, ახლა რომელიც შეგიძლია დიაბეტის დროსაც მიირთვათ და საერთოდ არ აწევს გლუკოზას ერთი ნიშნულითაც კი. ხო, მასეა. კი ბატონო, ეს გაგიხეხო ყველი? აუ, ნუცა ძალიან კაი იქნება, რომ შენ ყველი გამიხეხო, როგორც ჩვენ ვიცით, პარმეზანი არის მყარი ჯიშის ყველი, რომელსაც არ არის ლაქტოზა და ასე მაგაში ჩემი ჯამია. იყოს შენი ჯამი, ხა ბატონო. არ მინდა. წაი შემეცვალე ხოს. სხვა ჯამს ავიღებ. ხო, თუ შეიძლება. ამაზე გავხეხო? არ არის აუცილებელი იყოს ცოტა სკლად, იმიტომ რომ ჩვენ მაინც უნდა გამოვაცხოთ და იქ დადნება. კარგით, ესე იგი, ნახეთ რას ვაკეთებ. პირველ რიგში ხა ვაკეთებ მარტივი პურის რეცეპტს, რომელიც სწრაფად მზადდება და შესაბამისად ჩვენ გვჭირდება 2 კვერცხი. ამისთვის ჩია ეს არის ნუშის ფანტელი, უბრალოდ ქვილი, იმიტომ რომ დავაჩოპერე უკვე. ეს არის ფსილიუმი და მე გეტყვით, რომ ფსილიუმი ეს არის ძალიან კარგი კვებითი დანამატი, რომელიც დიდარია ბოჭკოთი, მრავალ ზარღვას თესლის ჩენჩოა და არის შეუცვლელი ჩემს მაგალითად რაციონში, ვინაიდან თუ დღის განმავლობაში ძალიან ბევრ სალატს ვერ მივირთმევ, ან ისეთ პროდუქტებს, რაც უჯრედის შეიცავს, მე ვაყოლებ ყოველ დღე რამდენიმე გრამ ფსილიუმს და მადასაც აქვეითებს ქოლესტერინს აქრობს სისხლიდან და კიდე ცუდ ქოლესტერინს, იმიტომ რომ კაი ქოლესტერინი ჩვენ გვჭირდება და კიდევ ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს. იქ ანტისეპტიკი არის, ანთებისაწინააღმდეგოა. მოკლედ, ეს არის ძალიან კარგი კვებითი დანამატი და ჩვენ გვჭირდება ამავდროულად გამოცხობის დროს, რომ უფრო სტრუქტურული გახდეს ჩვენი პური. ერთი კვებზე არაჟანი, იმიტომ რომ ცოტა ამოფულდეს. კარგი დავიწყობ მაშინ. შენ გაშლილი თმა გექნება, დღეს ბევრი კომენტარები გინდა, გაშლილი თმაზე რომ დაგიწერო? არ შეიძლება? კი შეიძლება, შენ ხო არ გწვივა თმა. კიდე თვისამაგრი მოქცა ისე მაქვს. ომე, ჰა. აჰა. ხედავთ როგორ ზრუნავს დედა შვილის რეპუტაციაზე. თემე კოვს მოვიდა. მოიტანა ეს კვერცხი ვერასოდეს ამ კვერცხს ვერასოდეს ვერ ვტეხავ ხოლმე ერთ ზოლზე. და ხელით მომოზილო ცომი? არა. ეს არ არის ისეთი ცომი, რომ ხელით მოვზილო. ეს არის აი რაღაცა ალადის სტრუქტურის ცომი და აქედან გამომდინარე ეხლა ჩვენ უნდა დავამატოთ 1 კოვზი არაშანი, ესეთი კარგი მოზრდილი კოვზი, გამოფხერებელიც მოვაყაროთ. ეხლა მე გრამაჟებს აუცილებლად ცალკე მიგეთითებთ, უბრალოდ მე ყველაფერი უკვე თვალზე ვიცი, რამდენი რა ჭირდება და დაახლოებით 2 გრამი გამოფხერებელი ჭირდება. 2 კვერცხზე და 1 მოზრდილ დაახლოებით ეს 10 გრამი არაჟანი იქნება, ხო ниცა? კარგი, ეხლა ჩვენ უკვე დავამატოთ ამას ფსილიუმი. ფსილიუმი აქ არის 3 გრამი. შეიძლება 4-იც არის და კიდე მე მაქვს ნიგოზი და თხილი, რომელიც ძალიან მოუხდება ასევე. ეს არის ნუშის ფქვილი, ნუშის ფქვილს 50 გრამს ვუკეთებ. ჩიას დავასხათ სულოდნავ წყალი, რომ თავისი წებოვნება გამოავლინოს, ასევე ფსილიუმთან ერთად ძალიან უხდება ჩია, ეს კრავს ისევ და ისევ ჩვენს პურს და 5 წუთი ჭირდება დაახლოებით. მოგიყარო? კი, და ცოტა მარილიც დავჭირდება. ეხლა დავაჩოპერეთ მიწის თხილი და ნიგოზი, დაახლოებით 10 გრამი და ნამდვილად უგემრიელესი პური გველოდება. როგორ უცნაურად გამოიყურება რა ინგრედიენტები და პურთან ახლოს თითქოს არაფერი არ არის, მაგრამ პურები გამოვა აქედან ნამდვილად. ასეთი მასა არის პურისთვის. ასევე ჩვენ შეგვიძლია სეზამის მარცვლები გამოვიყენოთ ამ პურში. ეხლა უკვე დავამატებ ცოტა ჩიას. სულ ბოლოს დავამატოთ ყველი. ზოგჯერ ასევე მე ვუმატებ ხოლმე კურკუმას და საოცარი ყვითელი ფერი აქვს ხოლმე პურს. ნამდვილად. ძალიან უხდება. კურკუმა ძალიან ჯანსაღია. ძალიან ჯანსაღია და ძალიან სასარგებლოა. ჩიაზე შენ მოყევი, ნუცა პარმეზანს ეხავე დავაყრე. შენ მოყევი ჩიაზე. ხა რომ ძალიან სასარგებლოა, ყველამ ვიცით. რამდენი პარმეზანი უნდა? რამდენი უნდა? იცი რა, რაც მეტი მითიკეთეს. პარმეზანის ყველია. არა, ეს ამ შემთხვევაში არ გამოვა ხაჭაპური, საერთოდ არ ჩანს, არ გამოვა ხაჭაპური, ენახავ. იმიტომ რომ ჩვენ ვაცხობთ ამ პურებს ახლა ვაფლის გამოსაცხობ ტოსტერში და ეს ყველი ძალიან უხდება, როცა ვაცხობ ტოსტერში. როდესაც ვაცხობ ტაფაზე, ყველი უნდა ნახევარი.
ეხა ბევრი გავუკეთე. ეხა ბევრი გავუკეთე სპეციალურად და ესეთი კარგი ხრაკუნა პურები გვექნება. კარგი, და სანამ ძალიან შენი უხდება პური პაშტეტს. გამოცხება, მაშინ ხალბატონო, მე გადავალ უკვე ტაფასთან და დავიწყებ შეწყვეს, ხო? მანამდე უნდა დავჭრა ხახვი. იმედი არ ვიტირებ დღესაც. სათვალე დაგავიწყდა ხო ისევ თხილამურების. ხო, დამავიწყდა. მე ხა ზეთს ხსნი, მინდა გადავიტანო ჭურჭელში, რომ წავუსვა ვაფლის გამოსაცხობს. ზეითუნის ზეთია, იმიტომ რომ მაღალ ტემპერატურებზე უძლებს დიდხანს და რაფინირებული ზეითუნის ზეთი გვაქვს? ხო, რომელიც აი, გაცხელდა. მოდი ხა გადაუსვათ კარგად. თანაბრად რო გადანაწილდეს და იყოს დაბრაწული ჩვენი პურები. და პირველ პურებს ვდებ უკვე. აკეთებ ხოლმე ხშირად ამას? ძალიან. მართლა? კი. ეხლა დავჭრათ კარაქი და მომზადებთ ნაღებს, რომ შეუწვა უკვე ქათმის ღვიძლი, დაგჭირდება ასევე ღვინო, სუნელები, ხახვი, კარაქი და ნაღები. უცხო სუნელი, პაპრიკა, ასევე დაგჭირდება ქონდარი და всё, ამეტირა. ნუცა იმედია, ღვინო არ არის ტკბილი, არ ნახევარი ტკბილი, მშრალი. მშრალი ღვინო გვაქვს თეთრი. და მეც შეიძლებადეს რომ მივირთვა. თან აურს ხდება, ამიტომ არ ინერვიულო. მაინც ყველაფერში გაურბი ნახშირწყლებს, თორე 1 გრამსაც ვერ ვიკლებ თუ ნახშირწყალი შემყვა საჭმელში. სამწვალო. სანამ ნინას პურები წვება, გადავიდანსხლოთ გაზთან, რომ მომზადო ქათმის ღვიძლის პაშტეტი. დაგჭირდება ზეითუნის ზეთი. უნდა გავაცხელოთ ტაფა აუცილებლად და პირველ რიგში ვთუშავთ ხახვს. პაშტეტიც მზად არის, აი ესეთი კრემისებრი მასა გამოგვივიდა და ახლა დავასერვირებ და უნდა გავაციოთ საყინულეში ან მაცივარში დაახლოებით 1 საათი, რომ კარგად გაცივდეს. და ახლა სანამ სალათის საწყობაზე გადავალ, მომეწოდე ის ფინოს გადასაწმენდი, რომ მაგერა გადავწმინო, რომ სუფთად ვიყოთ. ეხლავე ეს უკრაინული ბრენდია ხო, ნუცა? კი, უკრაინული საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პროდუქციის ქართულ არჩევანს გვთავაზობს ფინო. თან ძალიან ხერხული კარგებია. აუ ძალიან. და ახლა გადავიდეთ სალათის საწყობაზე. დაგჭირდება სალათის ფოთოლი. ხახვი, რომელიც წინასწარ დავჭერით. შემდეგ დაგჭირდება ჩერი პომიდორი გამოსია. და ცოტა მსხალი სიტყვისთვის. ძალიან მომწონს დღევანდელი მენიუ. მეც ძალიან მიყვარს ეს კომბინაციები. მოვაცხოთ ცოტაოდენი ბალზამიკო და მოვაყაროთ მარილი. თან დიეტაზე რო ვარ, სულ მინდა რაღაცა გემრიელი და ჯანსაღი და გემრიელი არის მისწრება ამ დროს. აი გრო გავაკეთო მე ყველაფერი ზედ მეყრება ახლა. ის რა არის? ეს არის პაშტეტი და ჯემი, იმიტომ რომ ძალიან უხდება ეს სიტკვო. და ერთად არის პაშტეტი და ჯემი, ჩემთვის ცალკე დადე რა აი, პაშტეტი. კიდე მაქვს და დავდებ შენთვის ცალკე. ტანდან, ჩემი ჯანსაღი პურები. პაშტეტიც მზად არის, სალათიც მზად არის, დინას ჯანსაღი პურებიც მზად არის და ეს უგემრიელესი კრეკერებიც აქ გვაქვს. კი, რომელიც 5 საათი წვება და აუცილებლად უნდა დავამატოთ Balance Express-ში, იმიტომ რომ საოცარია. საგემრიელია. მართლა. სად ვართ? საინტერესო საუბრების დროც მოვიდა. ყველაზე საინტერესო სტუმართან ერთად. სოფია, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. იმედია მოგეწონება ჩვენი მომზადებული კერძი. ისე ამოვნებთ და საინტერესო ინფორმაციებსაც გაგვიზიარებთ. სალამი, მოგესალმებით. რასაც უყურებ, მე საერთოდ ბოსტნეულის მოყვარული ვარ. ძირითადად, ამიტომ დარწმუნებული რომ მომეწონება და ასევე დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ საინტერესო ინფორმაციას, რაც ჩემ პროფესიას და ესე ვთქვათ, მის ესეთ სიღრმეებს ეხება. მართლა ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს და მე მგონი რაღაცა ბლიცივით იქნება იმდენი კითხვა და დავსვათ. ესე იგი, მოდი გეტყვი რა მოვამზადეთ. ნუცა მოვამზადა ძალიან გემრიელი ქათმის პაშტეტი, ღვიძლის პაშტეტი. რა შეგვეშალა? მე და ქათამი არა, პოზიციაში ვარ.
ეს როგორ იაღლიშ? სადაც ქათამი რატო? ჟღერს იქ მე. არ ვიცოდით ეს ჩიტმა არ მოგვიტანა ეს ამბავი. ნუ ეს ეთყობა რაღაცა ბავშვობის ტრავმა, მოკლედ ბავშვობაში ყავდა წიწილი, მოკლედ რომ სახში უზო დიდი მანიკურებს უსმოდით რაღაც. ძალიან მეგობარი იყო ჩემი და მე ესე წიწილი მანიკური. ესე მოხდა რომ ბებომ წაიყვანა მოკლედ სოფელში და შესაბამისად კერძი მოამზადა და სავარაუდოდ ეს ტრავმა მაქვს, თუმცა წინა ინკარნაციული პრინციპიც მუშაობს ჩემთან, იმიტომ რომ მე შავი მთვარე მყავს ქალწულში და ცხოველებთან და ფრინველებთან ურთიერთობა როგორც ჩანს დიდი დოზით მქონდა. თუმცა შესაძლოა რაღაც გადაცდომებიც მქონდა და ამიტომ ესე გამიქვითა სამყარო, იმიტომ ძალიან დიდი ტრავმა იყო მართლა ჩემთვის და რამდენი წლის იყავი? სკოლაში არ დავდიოდი მგონი, შეიძლება დავდიოდი მე პირველ მეორე კლასში ვიქნებოდი სავარაუდოდ და აი დაახლოებით ის ასაკი 7 წლის მერე, იმიტომ რომ ისედაც ყოველთვის ტრამვულია, მაგ დროს იმახსოვრებენ ყველაზე მძაფრად რაღაც ემოციებს ადამიანები ვიდან 12 წლამდე. შესაბამისად, სადღაც დაახლოებით მაგ ასაკის უნდა ყოფილიყავი ალბათ და ამიტომ რაც დაფრინავს, რასაც ფრთები აქ ზოგადად ხორცთან წინა მაშინ მართლა ძალიან გემრიელი სალათია და ასევე არაჩვეულებრივი უგლუტენო, უკვილო დიეტური პურები, რომელიც მართლა ძალიან გემრიელია და აუცილებლად გავსინჯოთ თან კითხვებს დაგისვამთ. ნუცას დაუთმობ, იმიტომ რომ ისეთი ინტერესით ელოდებოდა სტუმრობას, რომ დაგითმობ და მე დავსვამ. პირველ რიგში ყველაზე საინტერესო არის აპლიკაცია, რომელიც სულ ახლახანს ჩაუშვით. და აი ამაზე რომ მოგვიყვეთ, რა შეუულიათ ადამიანებს გაიგონ ამ აპლიკაციით და ზოგადად ხო რა იყო мотивация იმისთვის რომ აპლიკაცია გაგეკეთებინათ, ანუ ძალიან დიდი ცოდნა რო გაქვთ ასტროლოგიაში ეს ყველა ვიცით, მაგრამ ამ ყველაფერს ესე ერთად შეყრა და შემდეგ უკვე ხალხისთვის ასე გაზიარება სულ სხვა რამე არის. რა თქმა უნდა, უდიდესი შრომა ჩაიდო პირველ რიგში. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩემს გუნდს დეველოპერს განსაკუთრებით, ვინც ტექნიკურ ნაწილზე იმუშავა, აი საოცრად მართლა ძალიან დიდი შრომა ჩაიდო, მარტო ჩემი შრომა არ არის, მინდა გითხრათ, ხა მე კი ჩანვარ შეიძლება, მაგრამ ამის უკან კიდევ განან ადამიანები, კი ბატონო, ძალიან დიდი შრომა ჩადებული დღესაც პატარა ბავშვით უვლიან და ზრდიან, მოკლედ ამ სისტემას. სახელით როგორ ეს არის საქართველოში პირველი ქართული ასტროლოგიური აპი. Skyprint API ქვია, მოკლედ. აუცილებლად გადმოვიცე. ესეთი სახელი აქვს და სპეციალურად შევარჩიეთ გაშვების თარიღიც, ლოგოც, აი რვიანი აქვს ლოგო, სასრულობის სიმბოლო და თვითონ დაბადებიანები ვართ. რვიანებს შორის. ან სამი რვიანი ვარ. წარმოიდგინეთ ის რა არის, რომ ჩამოკაჭო კაზდაში სამი რვიანი რო დაჯდება ეგ არის. მე ვითხოვე რომ ყოფილიყო რაღაცეთი სიმბოლო, რომელიც იქნებოდა დაკავშირებული რვიანთან და აპლიკაციის სიმბოლო არის რვიანი პატარა ვარსკვლავით ასევე თავზე ძალიან ლამაზი სიმბოლო. ხო, ძალიან ლამაზი სიმბოლო აქვს. რაც შეეხება ფუნქცია დანიშნულებას, პირველ რიგში იმიტომ გაჩნდა ეს იდეა, რომ სადაც მივდივარ, ყველგან მეკითხებიან, რომ აი ჩემზეც მითხარი, რა მეშველება, რაღაცა და ეხა თუ მე არ ვაკეთებ სპეციალურად არ ვადგენ პროგნოზს კონკრეტული ადამიანისთვის, ხო? ძალიან რთულია ინდივიდუალურად ესე უბრალოდ დავუჯდე და რამე გითხრა, ამიტომ რომ ძალიან შევ რო კითხო ხო რა მჭირსა შემომხედე ხო ჩაცმული გამსინჯე დიაგნოზი დამისვი დაახლოებით ეგეთი პრინციპია და ამიტომ ძალიან ბევრჯერ იყო ესეთი სიტუაცია როცა მიფიქრია ხოლმე რომ აი რომ იყოს ახლა შესაძლებელი რაღაც ერთი გავაკეთოთ და მე რამდენიც ახლა დიდ ტექნოლოგიებთან არ მეგობრობ უბრალოდ საჭირო დროს და საჭირო ადგილას გადავიკვეთე ისეთ ადამიანთან ვისაც ესე ვთქვათ ეს ცოდნა ქონდა ტექნიკურად და მე კიდე ჩემი ცოდნა კი რა თქმა უნდა მე საერთოდ თვითონ სამყაროში საერთოდ არაფერი არ ხდება შემთხვევით და კარმულობა არსებობს და ადამიანები შემთხვევით არ ხვდებიან არასდროს ერთმანეთს და აქედან მოკლედ ამოვიდა ეს იდეა სხვადასხვა ეს იყო შარშან გაზაფხულზე როდესაც ურანი პირველად შევიდა ტყუპებში და ურანი ტყუპებში აი ხაწლევანდელი წლიდან საბოლოოდ დაბრუნდება ეს არის ინოვაციები ტექნოლოგიური კუთხით და ყველაფერი შეიძლება გადავიყვანოთ და გადავალბოთ სამყაროში ძალიან ბევრი რამ გადავა ციფრულზე და სხვა ესე ვთქვათ მიმართულებას მიიღებს, გამარტივდება. და თან ურანი როცა შედის ტყუპებში ეს კიდევ არის ის პრინციპი, რომ რთული თემები უნდა მიეწოდოთ ადამიანებს მარტივად, რომ ადამიანების მოთხოვნაც სავარაუდოდ უკვე გახდება ის, რომ მომაწოდე მარტივად ის რაც ჩემთვის აქამდე იყო გაუგებარი, ან ცოტა რთული. აქედან გამომდინარე ეს არის ზუსტად ის პრინციპი, რომ ასტროლოგიის გამარტივებული, ესე ვთქვათ, გასაგები ვერსია შევთავაზოთ ყველას და ხელმისაწვდომი კიდე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და
უკვე დავესწავლეთ ხელოვნურ ინტელექტს ჩემი ინდივიდუალური მიგნებები და მეთოდები და შესაბამისად აკეთებს ის პროგნოზს ჩემი მეთოდით, ამიტომ შეიძლება ამ აპლიკაციაში შენი კონკრეტული პროგნოზი ქონდეს, არა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, არამედ შენი კონკრეტული შენი დაბადების თარიღის მიხედვით. შეიძლება მეკითხება ზოგმა საათი არ იცის ხოლმე და აი საათი თუ არ ვიცი, აქაც ვიტყვის რამეს რომ თუ მაგალითად გინდათ რომ პროგნოზი ქონდეთ თქვენ არ იცით საათი, უნდა მიუთითოთ რომ არ იცით საათი, იმიტომ რომ ასტროლოგიაში არსებობს თანაბარი სახლების სისტემა პროგნოზი მაინც გაკეთდება და ძალიან რეალური და ესეთი პროგნოზი იქნება, თუმცა თუ საათი ვიცით ჯობია. ერთმნიშვნელოვნად რომ ბევრად უფრო ზუსტი იყოს პროგნოზი. ამიტომ უკეთ ძალიან საინტერესო აპლიკაცია. თუმცა აქ აპლიკაციას აქვს თავისი უფასო ვერსიებიც, მაგალითად ეს არის პირადი ჰოროსკოპი დახასიათება და არის კიდევ ესეთი მოდული სცადე. სადაც შეიძლება სხვა ადამიანების ჰოროსკოპებით შეადგინოთ და გაიცნოთ ესე ვთქვათ. მართლა? კი, ცალკე ორივე უფასო მოდულია, რომლითაც შეიძლება ისარგებლოთ, ვთქვათ, რა ვიცი, შეუზღუდავად. პროგნოზისთვის საჭიროა უბრალოდ გააკეთოთ subscription-ი, რომ გამოვიწეროთ, იმიტომ რომ ეს შენი ინდივიდუალური პროდუქტია და აქედან ძალიან ხელმისაწვდომი ფასი. ძალიან ხელმისაწვდომი ფასია, დამიჯერეთ, მართლა ძალიან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამომწერი ყავს უკვე და მართლა არ ველოდი ამ ხელა მიმართვიანობას როცა გავუშვით. გამომთვალეო და ეს იქ სწორად სპეციალურად გავუშვით კონკრეტულად, მაგრამ მე თუნდაც არ ველოდი ისეთი ეს იყო რა ქვია მომართვიანობა, რომ რაღაცა ტექნიკურად გავიჭედეთ იმ ხელა მომართვიანობას. Google-ის მიხედვით ხდებოდა რეგისტრაცია, ანუ ელექტრონული პოსტის მიხედვით და იმდენად ბევრმა ადამიანმა გააკეთა ეს რომ კოდი მოსვოდა, რომ სისტემა ცოტა შეშინდა, რომ რა ხდება რა ამბავია. ძალიან მიხარია ეს წარმატებული. ძალიან მოკეთ კარგად გავუშვით, კარგი სტარტი ქონდა და ვიმედოვნებ რომ ბევრისთვის უკვე მეგობრად იქცევა მოკეთ ჩვენი აპი. მე ძალიან მიხარია რომ ესეთი პროფესიონალი არსებობს ამ დარგში, იმიტომ რომ დარგი ძალიან საინტერესოა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში რაღაცა ცოტა ზერელეთ უყურებს ხოლმე ზოგი და ამიტომაც მე მიხარია რომ აი ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზე ადის ეს დარგი და ნამდვილად ძალიან საინტერესო პროგნოზები შეგვიძლია მოვისმინოთ დღეს, მათ შორის ჩვენ ხო აუცილებლად ყველას ზოდიაქოს ნიშანს შევეხებით, მაგრამ იქამდე ჩვენ რაღაც კითხვებს პირადი ჩაწყობა არის აქ, იმიტომ რომ 3 თვით ადრე უნდა ჩავეწერო. ნეპოტიზმია მაგას. ჩვენ ცოტას ახლა ჩვენ თავსაც კითხავს, ხო? პირველ რიგში ნუციკოს ძალიან უნდა და თავის ნიშანზე საუბარი და მე მგონი ახლა თან ისეთი მძიმე პერიოდი გადაიარა ვერძმა და ხო და ახლა მე ჩემი დაავადების დღეც მოდის ხალე. კი. და ხო არა, ბოლოს მეინტერესებს რა გვეშველება. ისი რა მეინტერესებს, საქართველოს აქვს თავის აქვს ხო და მაგაზე ჩვენი საქართველოს ნაციის ჰოროსკოპი არის მშვილდოსანი. და სახელმწიფო გვაქვს ტყუპები და მშვილდოსანი და ტყუპები ოპოზიციური. და ესე მაგიტოვარიშები. სულ მუდმივად არის გაურებულები ვართ, არ დაგვავიწყდეს ეს ორი ახალი წელი როგორი შოვა გვა. შესაბამისად, მოკეთ ძალიან საინტერესოა, მოკეთ ქვეყნის ჰოროსკოპის ნახვაც და პლუს კიდე ხუთბედიანები ვართ, მინდა გითხრათ, მე სულ მაგეს ოპტიმისტური ხედვა საქართველოზე, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მესმისო ჩვენაფერი გვეშველება, ცუდები ვართ. არ შეიძლება ესე, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ თუ ამ ქვეყანაში დაიბადე და შენ მასულმა ეს ქვეყანა ერჩია, შენ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რანაირიც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ლოგიკურად არჩეული გახდეს ეს ქვეყანა. მაგრამ დავბრუნდი და სხვაგან მერსად ვერ ვჩერდები, სადაც არ უნდა რაც არ უნდა შემოთავაზდეს. მე საქართველო. და იცი რა, მე გადავხედე ისტორია ძალიან მაინტერესებს ციკლურობა, ხო არის ძალიან ბევრი სხვადასხვა მეცნიერება, რომელიც რაღაცნაირად აი ამ სისტემურობას იკვლევს და ყველა გზა იქით მიდის რაღაცა მაგ საქართველოს ნელ-ნელა უკვე წავა უკეთესობის. გავიზარდოთ. ხო, უნდა გავიზარდოთ. გავიზარდოთ, მეტყვი ჩვენი მისია ზუსტად ეგ არის. დაუბრუნდეთ ახლა ჩვენ ყოფით ცხოვრება. ვერძებს რა შეეხებათ ხომ? რა ეშველებათ ვერძებს? საგვეშველება ქალბატონოს. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანები გადიან 2 წელიწად ნახევრიან პერიოდს გაზრდის და საკუთარი თავის უკეთესი და გაცილებით უფრო ზრდასრული და ასეთი
როგორ გითხრათ, იდეალური ვერსიის პოუნისკენ. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ვერძის ნიშნით არის დაბადებული, უახლოესი 2 წელიწად ნახევრის მანძილზე დაახლოებით 2028 წლამდე გაგრძელდება ეს ეტაპი, ოღონდ იმის მიხედვით, ვინ როდის არის დაბადებული. ხა ჯერ მარტის ვერძებთან მიდის ეს პროცესი, პირველი დეკადის ვინც არის, იმიტომ რომ კარმის პლანეტა სატურნი, რასაც ესე ვთქვათ, ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ სუქსეშინია სატურნის, იმიტომ რომ საკმაოდ კაცრია, მინდა გითხრათ, მაგრამ კაცრი მასწავლებელი ვით არის რა. მაგრამ შედეგიც კარგი აქვს, მინდა გითხრათ. შეიძლება მესისმრება სატურნის ხოთაშორის. სატურნი უნდა გიყვარდეს, ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, ის ძალიან კაცრია, მაქსიმალურად ეფექტურ წვრთნას გიტარებს. ამიტომ ვერძის ნიშნით დაბადებულებს, განსაკუთრებით მარტის ვერძებს, ეს წელი ექნება ძალიან დიდი გამოფხიზლები საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის პოვნის, ეგოს გამყარების, პროფესიულად საკუთარი თავის პოვნის, ბევრი იპოვის საკუთარ თავს. და ბევრს ექნება სტატუსის. იმიტომ რომ უახლოესი 2 წელიწად ნახევრის მანძილზე სატურნს მოაქვს სტატუსი, სატურნის სტატუსიც არის, ეს არის პროფესიული სტატუსის და ეს არის პარტნიორული სტატუსის და ძალიან ბევრი მეცახე ვერძი ვარ, თანამეზოდიაკო და ჩემი დაოჯახდება. ზოგი შეიძლება განოჯახდეს. ხო, ძალიან კაი იქნება ნუცი. თუმცა ესეც ზრდასრულ, ანუ შენთვის მნიშვნელოვანი სტატუსი იქნება, ხა ვინც მაგალითად თქვა გადაწყვიტა რომ განქორწინდეს და ბევრი მაგალითად ეხა გაბედავს რომ დიდი ხნის ტოქსიკური ურთიერთობიდან საბოლოოდ გაითავისუფლოს თავი, მაგრამ სადაც მოდის სატურნი, იქ ყოველთვის ზედმეტი რაც არის იმას გაშორებს. და ცოტა პრესავს რომ გითხრას რომ ნუ წუწუნებს შენ მეტი შეგიძლია და გამოდი ხა ბავშვის პოზიციიდან, იმიტომ რომ სატურნის პრინციპი ეს არის აღარ გაძლევს იმის საშუალებას რომ ბავშვის პოზიციაში იყო და სირაქლემასავი თავი ესე ვთქვათ ქვიშას ჩარგო, დროა უკვე ადექი ივარჯიშე. კი, ზუსტად, იმიტომ რომ სატურნის პრინციპი არის результаты. მიხდით, результаты და результаты გაბედნიერებს, ოღონდ ამ результатს სჭირდება სისტემა. სატურნს უყვარს დისციპლინა უყვარს, კი. აიღე ხელში საკუთარი ცხოვრება და ჩააყენე თავი დისციპლინაში. და ხა დაუჯახება ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის ახალი დისციპლინა, მოდი შევთანხმდეთ ახალი მოვალეობები. თუმცა მე რასაც ურჩევდი ზოგადად ვერძის ნიშნით დაბადებულებს 2027-ის ბოლომდე, აი 8-ის დასაწყისამდე არ ჩქაროთ სტატუსის მიღება რა, მიუხედავად იმისა, რომ იქნება შანსი ბევრთან სერიოზული. აი, თქვენი ცხოვრების თავარ სიყვარულს შეიძლება შეხვდეთ, იმიტომ რომ სატურნს მოყავს ზუსტად ის, ვინც სტაბილურად დიდხანს უნდა იყოს თქვენს გვერდით, მაგრამ სატურნს არ უყვარს სიჩქარე. ეს ნილა ესეთი ასაკოვანი ადამიანის პროტოტიპია. თუმცა არ უყვარს სიჩქარე. არ უნდა აჩქარდეს, ხო? კი, არ უნდა აჩქარდეს ვერძის ნიშნით დაბადებული. ხარვიანი საერთოდ ნუმეროლოგიაში ეს არის სამსახურზე გათხოვილი. ხო, ველად მეც ესე ვარ. არა ზარცალია. რომც მოვიცალო მაინც არცალია ხო და ეს როგორ ემთხვევა ეს ყველაფერი და რა საინტერესოა რომ სკოლაში ვსწავლობდეთ და დიზრული მექნებოდა რომ ცუდი იდეა არ არის. კარგი იდეა. იცი რა მაინტერესებს ყველაზე სუნაგი ზოდიაქოს ნიშანი რომელია? მოდი ხა ესე ვთქვათ კონტრკითხვა მექნება. სუნაგი თუ ღორმუცელა? ალბათ გურმანი უფრო ხო. იმიტომ რომ ახლა გურმანი და სუნაგი ცოტა განსხვავდება. ესე შეგვიძლია დავახარსოთ. გურმანი არის კურო. კურო არის სელექციური, ის არის ზოგადად გემრიელი საკვების მოყვარული, ოღონდ თუ არ არის სერვირებული ლამაზად. თუ არ მოსწონს სუნი, გარემო, ანუ არავითარ შემთხვევაში არ მიირთმევს, იმიტომ რომ კუროსთვის მნიშვნელოვანი არის რას მიირთმევს. ნახეთ, ის მისთვის არ არის მნიშვნელოვანი, ოღონდ მიირთვას. მისთვის მნიშვნელოვანი არის, აი, რას მიირთმევს, როგორია სერვირებული, ამდენ ესე ვთქვათ, ლამაზად არის სერვირებული და რაც მთავარია კიდევ აი ატმოსფერო უნდა იყოს შესაბამისი. ამიტომ გურმანები არიან კუროები, მეორე კიდე ძალიან დიდი გურმანი არის მშვილდოსანი. მშვილდოსნებს თვითონც უყვართ კეთება, ძალიან კარგად გამოზდით. მშვილდოსნებს ზოგადად კულინარიაზე მეტად უფრო მეგობრების თავმოყრა უყვართ და ხა კულინარია და ის გემრიელი ესე ვთქვათ საკვები ხო აერთიანებს ხა ადამიანებს რაღაცა ხო მოსწოთ მერვე კლასიდან დაწყებული მეგობრებს ორგანიზება უყვართ კი ძალიან უყვართ ორგანიზება მშვილდოსანი არის ერთ-ერთი ესეთი სული და გული საკუთარი სამეგობრო წრის და უყვართ ესე დაორგანიზონ ხოლმე და რაც თავარია თვითონვე უყვართ მერე გამასპინძლებაც და ძალიან კარგად გამოსდი და კიდევ ერთი ნიშანი რომელიც ასევე კავშირშია საკვებთან და ნუ ვერანაირად ვერ ასე ვთქვა აუღლით გვერდს ეს არის კიჩხიბი კუჭით იმართება
ჭირდება. კიჩხები თუ მშიერია, რა ვიცი, დრამებს დგამს, მოკლედ. აი, ნუცას ფრანგი შეფია კირჩხები. კიჩხები, ამიტომ რომ კიჩხები პირდაპირ კუჭი შეესაბამება კირჩხებს და თუ დააკორდებთ სხვა შორის ზოცენერულობენ კუჭი აწუხებთ ხშირ შემთხვევაში, იმიტომ ძალიან გზნობიარი ადამიანები არიან და ასევე კიჩხების თანდასწრებით საკვები არ უნდა გადაყარო. გაგიჟდება. ბებიამავდა კიჩხები და საკვების გადაყრაზე მე საერთოდ მოგროვება იცოდა ხოლმე მოკეთ. მაგაზე ჩვენ აი ნუცამ ისეთი ისე მოახერხა რომ შექმნა ისეთი სისტემა სადაც საჭმელი საერთოდ არ იყვება. ხო აი თორე კიჩხები თუ გიყურებ შეიძლება გული შეუწყოს. ხო და იმიტომ რომ შეფიყავს კიჩხები და ისეთი სისტემა რომ საკვების გადაყრა არ ხდება იმდენად იდეალურად არის შექმნილი. კიჩხებს უყვართ საკვები, თქო კიჩხებს უყვარს კიდევ დამარაგება, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ფრთხილი ხალხი და აქედან გამომდინარე შავი დღისთვის, რომელიც არასდროს არ მოვა, მაგრამ კიჩხების ფსიქიკაში არსებობს ის რაღაც სადღაც ოდესღაც შავი დღე, ყველაფერს ინახავენ, ფულსაც ინახავენ, საკვებსაც, რაღაცებს შენახვა უყვართ, მოკეთ რა, კიჩხებს ძალიან უყვართ რაღაცის გადანახვა. ახასიათებთ ეს თვისება, წარსული ცხოვრობენ და რაღაცების შენახვა უყვართ, მოკეთ ეს ორი თვისება. და წონის პრობლემა აი ეს არის ზოდიაქოს ნიშა. არის, როგორ არა, მაგალითად იგივე მშვილდოსანი, იმიტომ რომ იუპიტერი არის გაფართოების პლანეტა. და რასაც ბოლოს ყველაფერს აფართოვებს. ზოგადად მშვილდოსნები არიან მიდრეკილი. ხო, მაგრამ იუპიტერი მართავს. იუპიტერი ესეთი ექსპანსიის პლანეტაა. სამფო. ესე თურმე სუ იუპიტერის ბრალია, იუპიტერს. ამის აი თუნდაც პირად ჰოროსკოპში ჩაიხედო მაგათ ადამიანს თუ ძალიან აქტიურად აქვს შვილდოსანი გამოკვეთილი, ხო? შვილდოსნის ნიშანი აქტიურია, იმიტომ რომ პირად ჰოროსკოპში ხა ყველა სხვა ენერგიები გვაქვს ჩვენ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ექნება მიდრეკილება წონის მეტებისკენ, ოღონდ მანდ არის კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ შვილდოსნის გავლენით ადამიანთა ზოგადად შვილდოსნები წონაში კიდე ხშირად იმატებენ ისეთ როდესაც არ აქვს აღმაფრენა. აი რაღაცა мотивация არ აქვს ცხოვრებაში, ფართო ჰორიზონტებს ხედავენ და ტროშილდოსან სულ ჭირდება ფართო ჰორიზონტები. თები რო დააჭრეს მაშინ. მოგზაურობა და ნუ რაღაცა მისწრაფებები, ტროშილდოსანი მისწრაფებების ნიშანია და როცა შენ ეუბნები რომ დაჯექი და ყოველდღიური რუტინით დაკავდი ყება მშვილდოსანი. მართალია, რუტინა. ყოველდღიური რუტინა მისი არ არის რა და როცა უწევს ეს რო თქვათ ის თქვათ. და ვინმესი არის ყოველდღიური რუტინა? კი, ქალწულის მაგალითად. ქალწული გიждდება რუტინაზე, ქალწული რუტინით ცხოვრობს. ქალწული გიждდება რუტინაზე, რუტინა ასევე მეტნაკლებად უყვარს თხისქას. თხისქას კარგად ესმის ზოგადად რუტინა, მაგრამ ქალწული სუფთად რუტინის ადამიანია და პირიქით აი რაც შვილდოსნებს უყვართ, მაგალითად უცებ ჩაყარე ჩემოდანში გაიქეცი წადი იმოგზო, ქალწულს უნდა შევტავდე 2 წლით ადრე. ამ დროს მივდივარ, უნდა კარგად გააკონტროლოს, გამართულია თუ არა თვითფრინავი, მაგალითად იქ რაღაც უსაფრთხოების ზომებით ასწორებ. შვილდოსანი ამას არ დაკიდებს. პირდაპირ ოღონდ უთხარი და წაყვება სადაც. წავიდით. კი ბატონო, ამიტომ მე მიშვება ხოლმე ყველა საქმეზე სადმე. ხო, და ყველაზე პრანჭია ყველაზე პრანჭიები არიან სასწორები, სასწორი საერთოდ. აი, ბებიები. ერთ-ერთი ისეთი ნიშანია, რომელიც წარმოშობს ყველაზე ლამაზ ადამიანებს, თანდაყოლილი აქვთ ეს შარმი აქვთ, მამაკაცები ძალიან სիմპათიურზე რაღაცნაირად შარმიანები არიან, მოკეთ რა, აი და ძალიან ჰარმონიული ნაკვთები აქვს. სხვათა შორის სასწორის და კუროს ცნობა კიდე შეგიძლიათ, ჯერ იმით რომ ძალიან ლამაზი ხალხია, ორივე იმდროს ვენერა მართავს ამ ნიშნებს და მეორე ეს არის ფოსოები. აი ლუყები იჭვიტებათ, რომ მიცინიან. თუ ადამიანი არ არის სასწორიან კურო, პირად ჰოროსკოპში ექნება დიდი გავლენა, რომ აი ესენი თუ იჭვიტება ადამიანს, ამას ვენერას ფოსოებს ვენერას ეხლა არ ვიცი კი. აი ლოყები რო იჭვიტება. ვენერა. და აი ესეც ნიკაპი რო აქვს ჩაჭრილი, ეგ კუროა კიდე კუროს საერთოდ ჯუტა ადამიანს კურო ძალიან ჯუტები არიან. ამიტომ ვენერას ადამიანები შეგიძლიათ იცნოთ ამ ბიტრაქტუა. თქვენ ადამიანს ვიზუალიზეთ შეგიძლიათ მიხვდეთ რომელი ნიშანია. შევით ხო ძალიან ხშირად. გარეგნული მახასიათებლებით კი. თუმცა როგორ არის, ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური და ძალიან საინტერესო კოქტეილი. რაღაც
ერთი ენერგია არ გვაქვს. ხა ბევრი ყოფილა უთქვამთ რომ არ იციან ასტროლოგია, რომ აი მე ვარ კლასიკური მორიელი. კლასიკური მორიელი არ არსებობს. გას გულისხმობენ ამაში, არ ვიცი, მაგრამ არ არსებობს ადამიანი, აი მაგალითად რომ დაიბადე ყველა პლანეტა კონდეს მორიელში. თუ ეს ეხდება, კიდეც ყველა ვერ გექნება ვერანაირად, მაგრამ 5 პლანეტა შეიძლება კონდეს თქვა მორიელში, პირად ჰოროსკოპში, მატრიცაში. კურო ხარ მაშინ, იმიტომ რომ გადაკაჩვა მიდის, მოპირისპირე მხარ ეს ნახე ენერგეტიკულად. ამიტომ არ არსებობს ესე კლასიკური, არსებობს ინდივიდუალური ადამიანები და ინდივიდუალური კოქტეილები მოგეთ და ყველას აქვს თავისი პლუსი, მინუსი, ხა ზოგი მწარია, ზოგი მჟავია, ზოგი ტკბილია. ეს ფსიქოლოგიაში ხოესია ყველა არქეტიპი, არ არის სუფთა არქეტიპი, აუცილებლად კი. ხო, გავლენები გაქვს უამრავი. ზუსტად იგივე ასტროლოგიაში. და მე ესეთი კითხვა აუცილებლად უნდა დავსვე, იმიტომ რომ ნუ გამიგია ძალიან ხშირად ეს კითხვა და მინდა რომ აი პასუხი ახლა გავცეთ, რომ აი როგორ შეიძლება მაგალითად ერთი და იგივე დღეს, საათზე, წუთზე და ნუ იგივე ტყუპებიან, როცა იბადებიან, ხო, რომ ერთნაირი ბედი აქვთ ამ ადამიანებს, აი ხო, ვიცი რომ პასუხი არ არის, ხო. არა, ნახეთ ეს როგორ იქნება ასტროლოგიური ლოგიკით. ნუ იცით ხა ასტროლოგია შესაბამისად ალბათ გავცემ ამოწურავად კითხვაზე პასუხს. ჩვენი ხედვა, ასტროლოგიური ხედვა, ეს არის სულის ინკარნაცია. ადამიანი მოდის როგორც სული ამ ქვეყანაზე, რომ მიიღოს გარკვეული გამოცდილება. და ამ გამოცდილებით მისაღებად ის ირჩევს ამ თავის დაბადების თარიღს და იმ პლანეტარულ განლაგებას, რომელიც თავის თავში არის გარკვეული ესეთი გაიდლაინი რა ამ ქვეყანაზე რომ მოდიხარ, შენი გამოცდილების მისაღებად შენ კონკრეტული გაიდლაინით, ესე ვთქვათ, ხელმძღვანელო. ეს არის მოვლენები, ეს არის სიტუაციები, ეს არის ადამიანები. ამიტომ დავუშვათ იბადება ბიოლოგიური ტყუპი ან ადამიანები, ვინც ერთ და იგივე დღეს დაიბადნენ, მაგრამ სულს სხვადასხვა გამოცდილება აქვს, იმიტომ რომ ყველა სული მოდის სხვადასხვა გამოცდილებით. შესაბამისად ეს გაიდლაინი კი ერთია, მაგრამ გამოცდილება სხვადასხვა არის. და შესაბამისად აი როგორც ორი მანქანა, ერთი და იგივე ესე მარკის მანქანა უბრალოდ სხვადასხვა გამოცდილების მძღოლი, იმიტომ რომ ისინი სხვადასხვანაირად ივლიან, თუნდაც ერთ მარშრუტზე გაუშვით. ზუსტად ეგრე არის ასტროლოგიურად, ანუ სულს აქვს აბსოლუტურად სხვადასხვა გამოცდილება და შესაბამისად მათ ცხოვრებაში შეიძლება რაღაც მოვლენები პერიოდულად იდენტურად მიდიოდეს, მაგრამ ისინი როგორ მოიქცევიან და რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ამ პერიოდებში, ხო? აბსოლუტურად იქნება განსხვავებული, იქიდან გამომდინარე რა გამოცდილებით არიან მოსული. ვიღაცას მეტი აქვს, რაღაცაში გამოცდილება, ვიღაცას ნაკლები. ამიტომ არ არსებობს ადამიანი ერთნაირი ბედით, ორი ადამიანი ერთნაირი ბედით. ჩვენ ვართ ვარსკვლავის მტვერისგან შექმნილები და როდესაც ჩვენი უჯრედი ყველა რაისგანაც შედგება ატომები, ყველა პატარა ნაწილაკებიც ადრე იყვნენ ვარსკვლავები და იქიდან გადავეწყვეთ და ძალიან ისეთი კარგია და ყველანაირად კავშირში ვართ კოსმოსთან, მაგას ახლა ვერავინ ვერ უარყოფს და ამიტომაც რაღაცნაირად ეს ჩემთვის ძალიან ისეთი არის ხოლმე სასიამოვნო ინფორმაცია, ხო? კი, ჩვენ სამყაროს ნაწილი ვართ, ანუ სამყარო ჩვენში და ჩვენ სამყაროს ნაწილი. იმიტომ მთლიანობაში ვართ. აი მაქედან მოდის კიდე ისიც, რომ ჩვენ რაღაცას გაცნობიერებლად ვისურვებთ, ყველაფერი ხდება ჩვენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ ჩვენ ვართ უწყვეტ კავშირში ამ სამყაროსთან. და როცა სვამ უბრალოდ კითხავს და რო არ გჯერა აი ხშირად თუ თქვამთ რომ აი არატოვა სრულდება ოცნებები მაგალითად სიტყვაზე და აი თქვათ აი სავსე მთვარეობას ახალ მთვარეობას ხო ხდება ხოლმე ექსურნა ჩაიფიქრო რაღაცა პროცესები ჩაუშვა მაგალითად იმიტომ რომ მართლა მუშაობს ნამდვილად მთვარის ციკლები და მთვარის ფაზები კონკრეტული პერიოდები იმიტომ რომ მაგ პერიოდში შეიძლება რაღაცა კონკრეტული მოთხოვნა ესე თქვათ მისცე სამყაროს კორექცია თქვათ სიტყვაზე ან პირიქით სურვილი ზუსტად რაღაცა შენ ცხოვრებაში დაიწყოს მაგრამ უთქვამთ რომ აი ჩავიფიქრე და იცი რა არ მუშაობს და მან როგორი პრინციპი არის იცი რომ ადამიანი თავად არის დარწმუნებული იმაში რომ რა უნდა ჯერ ერთი ხო ეს რეალურად ხშირად ხო არის სწორი ჩამოყალიბება სურვილი შინაგანად შენ კი ამბობ რომ მინდა აი მაგალითს გეტყვით ნებისმიერს რომ მკითხო უნდა თუ არა მილიონი მოიგოს ყველა გეტყვის რომ მინდა მილიონი მოვიგო 10-დან 9 ადამიანი გულში ფიქრობს ვინ მომცა მე მაგის ბედი ანუ კითხეთ აი ნებისმიერს უბრალოდ გულწრფელად იმიტომ შინაგანად უკვე თავითონ ბლოკავს ამ შესაძლებლობას ხო თორე ვინც იგებს ახლა თუნდაც მილიონს იგებს მაგალითად უმართლებს ადამიანს ხო ისიც ხო ჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ ჩვენ შინაგანად ეს ბლოკები გვაქვს. უმეტესად ეს არის საგვარეულო, სიღარიბის კოდი არსებობს, ახლა ჩვენს წინა თაობებში გავლილია ეს მატერიალური გასაჭირი, ომიანობების რაღაცები და ანუ სხეულებრივად გვაქვს. მივხვდით ეს კოდირებული, რომ ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ აი ეს ყველაფერი შესაძლებელია. ნუცა
ბებია მიმის ძმა იყო ძალიან იხბლიანი თურმე და სულ იგებდა მანქანები აქვს მაშინ თან ძალიან იშვიათი იყო ეს მოგება და დიდი თანხები ანუ სულ იზიდავდა იმიტომ რომ ამის ისეთი თქვა პროცენტულობით იგებდა რომ წარმოუდგენელი იყო რა მართლა რო არ არსებობს რაღაც ის რო გჯერა და იზიდავდა სულ რაღაცას იგებდა ანუ როგორც ჩანს შინაგანით იყო ძალიან ოპტიმი სხვათა შორის ერთ რამეს გეტყვით და ესეთი ადამიანები ვაკეთებ ხოლმე მე სულ სტატისტიკას არ მეზარება ღამით შეიძლება გავიღვიძო მაგალითად და რაღაცა საინტერესო წავიკითხო თქვა ვიღაც ძალიან ქუდბედიანი იყო რაღაც უნიკალური ნიჭი და მოვძებნი მონაცემებს და უყურებ რომ ნახო უბრალოდ სტატისტიკურად რა განაპირობებს მეხდი მასში აი 99% მშვილდოსანი და თევზები უნდა კონდეს დომინანტი იმიტომ რომ ეს არის ხალხი რომელსაც ჯერა ისინი არიან რწმენით ანთებულები საერთოდ ისე მე მინდა აღნიშნო რომ რაღაც მართლა რომ მინდა ხოლმე აი ზოგჯერ არის რომ 2 საათში სრულდება. ნუ აი მართლა რომ არანაირად ეს ენერგია წმენის ნიშნებია. იუპიტერი და ნეპტუნი მშვილდოსნის და თევზების მმართველები გინ თანამმართველებიც არიან. არის წმენა ასტროლოგიაში და ადამიანი არის მისი რწმენა. მისი რწმენა წარმოადგენები და მშვილდოსნებს და თევზებს ეს აქვს მოჭარბებულად. ნახეთ, როცა რაღაც ჩემი უფროსი გოგო არის თევზები და ჩვენ რო ერთად ვართ ხოლმე მართლა რაღაცა სასწაული ხდება ხოლმე. აი ერთად ჩვენ როცა ვართ სასწაულად თევზები ცოტა უფრო მიდრეკილია რომ შეიპაროს ეჭვი. მშვილდოსანი აი გაცილებით უფრო ცეცხლის ნიშანია მაინც და ცეცხლის სადაც არის. მაგაზე აი ჩემგან დასტურია, იმიტომ რომ აი ზოგჯერ მე თვითონ მიკვირს ხოლმე რანაირად ხდება ეს ყველაფერი. კიდევ ერთი ნიშანია სხვათა შორის ვინც ასევე იზიდავს ქუდბედს და წარმატებას მერწყული. მერწყულის ენერგიებიც ხშირად განაპირობებს იმას რომ ადამიანი არის არასტანდარტულად მოაზროვნე და მისი აუცნებები და სურვილები რეალობის ჩარჩოებს ცდება. და აქედან გამომდინარე ძალიან ხშირად ასევე მერწყულებსაც უმართლებთ, საოცრად უმართლებთ ხოლმე და ბევრ ამაში უმართლებთ, მათ შორის აი თუ ლატარიაში იგებენ, პოპულარულები ხდებიან, სოციუმებში მოკეთ, იმიტომ ეს ძალიან ისეთი სოციალურად აქტიური ზოდიაქოს ნიშანია, ამიტომ კიდევ ერთი ნიშანი დამატებით, ვისაც ხშირად უმართლებს, ეს არის მაგაზეც არის. ძალიან ხშირად გამიგია და ეხაც ახსენეთ, რომ აი შეიძლება იყოს სიღარიბის კოდი, რომელიც მოდის საგვარეულოდან. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მართლა ადამიანები არიან, რომ ძალიან ბევრ შრომობენ, აი მართლა გასწორებული აქვს დღე ამე და რაღაცა ნუ არ მოდის და არის ზოგი ძალიან იღბლიანი ამ თემაში რაღაც დადგება იმ ადგილზე დაეცემა თავზე რაღაც ხო არ მასე და აი მაინტერესებს რომ აი აქ რა ხდება ანუ შეიძლება საგვარეულო ბლოკი იყოს ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს საგვარეულო ჩვენ არ უნდა დაგვავიწყოს რომ ძალიან ბევრი ჩვენი წინათაობებმა გაიარეს უკიდურეს შეჭიროების ეტაპები მეორე მსოფლიო ომი იყო გაკულაკება იყო მაგალითად დაკარგიანები იყო სადაც ხდებოდა ძალიან რთული და მტკივნეული ესეთი პერეტრუბაციები და ადამიანები კარგავდნენ ჩვეულ ცხოვრების წესს და შესაბამისად უსაფრთხოების გარანტიები მოულოდნელად ხდებოდა იმიტომ რომ როგორ არის იცით ერთი არ შეიძლება ადამიანმა დაკარგოს მაგალითად მატერიალური რაღაც ბაზა გამოიცავოს ფეხქვეშ მაგრამ მეორე არის როცა ის ხდება ძალიან სწრაფად და მყისიერად ეს არის ძალიან ძიმე რესურსული ტრავმა იმიტომ რომ როდესაც შენ არ ელოდები და შენი ცხოვრება 180 გრადუსით ამოყირავდება დაცულობის კუთხით ხა მთავარი ინსტინქტია ეს ხო ადამიანის დაცულად იგზნოს თავი და მატერიალური ამაზე არის მიმული შესაბამისად უკვე ფსიქოლოგიურად ამ ყველაფრის სწრაფად გადალახვა და ადაპტირება ძალიან ცოტას გამოსდის რომ უბრალოდ გააკეთოს სწორება იმაზე რომ კარგი თქვა ოჯახის წევრები დამჩენ და მოდი როგორღაც ვიცხოვრებ ამ მოცემულობაში და ძირითადად ხდება მე ჩარჩენა ნახე აი იმ წარსულში ესე როგორ მოხდა რატომ მოხდა მე ის არ უნდა დამართო და ამიტომ ბევრ ჩვენგანს ხა ყველას ყავს მე მგონი ეს გაკულაკებულები წინათაობებში ძალიან ბევრი ქონება ომიანობის პერიოდს გადიოდნენ ჩვენი წინაპრები თუნდაც მაგალითად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კიდე ფულის თემას ზოგადად მატერიალურის ხო როგორ გვესმის რამდენად ვიზიტავ და რამდენად ჩვენ ვაძლევთ ჩვენთას დაშვებას რომ სუყეთ კონდეს რესურსი, იმიტომ რომ ვისთვის რა არის ახლა ნორმა, მიხდი ვიღაცას ამდენი ჭირდება, ვიღაცა ისეთი განსაზღვრული ხო არ არსებობს, არა? მან ყველაფერი გადის ქალზე. იმიტომ რომ საგვარეულო სისტემის მთავარი ფუნდამენტი რესურსების ხრივ როგორ გვესმის, რომ სამყაროში რესურსი ყველასთვის არის, რესურსი ყველგან არის.
უბრალოდ ჩვენ არ ვიცით ეს რესურსი ჩვენ ამდე როგორ მოიტანეთ. რესურსი არის უკიდე ეს არის საგვარეულო სისტემაში ბლოკი ქალების ხაზით. თუ ქალები იყვნენ თვითონ შეზღუდული რესურსში, ამ შეზღუდულ რესურსში სხვათა შორის მოეძრებიან ჩვენი 14-15 წლის ძალით გათხოვილი ბებიებიც, იმიტომ რომ მანდაც არის თემა, რომ არჩევანს არ აძლევდნენ, მათ არჩევანი არ ქონდათ, იმიტომ რომ სოციუმი ესე უწესებ. აი აქედან მოდის ბლოკი, იმიტომ რომ ერთმა თაობა მიცხოვრა, ორმა, სამმა, ოთხმა ესე, რომ შენ რესურსი არ გაქვს, შენ უფლებო ხარ, იმიტომ რომ ხა 14 წლის რო გათხოვებდნენ 15 წლისებს, მათ არც სწავლის საშუალება ქონდათ, არც განვითარების საშუალება ქონდათ, ამიტომ ფაქტურად ელი ცხოვრება გადადებული ცხოვრები ცხოვრობდნენ სხვებისთვის. ნუ ისე სწავლობდნენ, რომ მე არ ვარ და არ განკარგავდნენ ხო თანხებს. რა თქმა უნდა, პირდაპირ ესე რომ ქონოდათ ეს რწმენა, რომ მე ეს რესურსი მაქვს და საკუთარ ორ ფეხზე ვდგავარ, ბევრს არ ქონდა რა. და ამიტომ ესეც საგვარეულო სისტემებში, სადაც ქალები მაგალითად არიან უფლებოები, თუნდაც ხო, რესურსის მხრივ. ან აყვედრიან მაგალითად თუნდაც ამ რესურსს. მერე უკვე ეს ბლოკი მუშაობს, განსაკუთრებით მამაკაცებზე მუშაობს, რომ იცოდეთ, იმიტომ რომ თუ დააკვირდებით, აი მამაკაცების უმეტესობას, ვისაც უჭირს სამსახური სტაბილურად, ესე ვთქვათ, ერთ ადგილას ყოფნა მით უმეტეს მატერიალურში, ყოველთვის არის საგვარეულო სისტემაში ქალების ხაზით ძალიან დიდი ბლოკები. ამიტომ ესეთ მამაკაცებს მე ვურჩევ პატივისცემ პირველში დედას, დედასთან ურთიერთობა არის ერთ-ერთი მთავარი საწყისი ჩვენი რესურსი. უნდა მივიღოთ დედა ისეთი როგორიც არის. ზოგჯერ არის რომ აი უჭირთ ხოლმე და ალაგო მივხვდი დედასთან რაღაცა ურთიერთობა, რომ ეს რესურსი, მუდმივობის რესურსი, აქ არ არის კონკრეტულად საუბარი რაღაც საიდან იშოვი ფულს ზოგადად. აქ არის თემა რომ დაინახო სამყაროს შენ რესურსი გაქვს, ანუ სამყაროს შენ რესურსს არ გიზღუდავს რეალურად. შენ საგვარეულო სისტემიდან გაქვს ეს მოდელი, რომ აი რესურსი არ არის შეთვის არ არის საკმარისი რესურსი. ძალიან საინტერესოა. მე რა მახსოვს, დედა ჩემი მაგალითად, ნუ ძალიან ფუფუნებაში გაზრდილიც იყო და ცხოვრობდა, მაგრამ თვითონ აი არ ქონდა, კი დადიოდა სამსახურში რაღაც ნახევარ განეკვეთზე და სულ იმას მეუბნეოდა, აი ძალიან გთხოვა, რომ იყავი დამოუკიდებელი. აი ეს მთხოვს, სულ ამას მთხოვდა რა და ძალიან ბევრი ქონა ეს ზუსტად წინაპრებს რომ დაკარგეს ძალიან დიდი ქონება ყველაფერი და როგორც ჩანს ეს მაინც რჩება ეს ბლოკად და აი მე მახსოვს ნუცა რო იყო 6 წლის ასაკში უკვე ქონდა თავისი გამომუშავებული თანხა და საკმაოდ ბევრი. ანუ აი რაღაცნაირად ნუცა ყოველთვის იყო რომ იცოდა აი მართლა სად რა როგორ მუშაობს სისტემა ნახე გადალინკული აქვს ამას რომ მე უნდა ასე ვთქვათ ჩემს რაღაც ორ ფეხზე ვიდგე. ეგ ძალიან კარგია. მე ზოგადად მივესალმებ შრომელ ადამიანებს და არ მესმის ხალხის რომელსაც რატომ ღძეს უნდა ზემოდან ესე უცებ დაეცეს რაღაც მოკეთ რა ვიცი წვიმასავით, იმიტომ რომ სამყაროში მაინც ყველაფერი არის რეზონანსული და შესაბამისად შენი ჩადებული რესურსი არის ის რესურსი, რასაც შენ იღებ. მანდ არ არის აუცილებლად საუბარი იმაზე, რომ 24 შვიდზე უნდა იმუშაო ფიზიკურად რა. იმიტომ რომ შეიძლება იმუშაო გონებრივად და შესაბამისად ესეც იყოს მაგალითად შენი პროფესიული მიმართულება. ამიტომ ყველა ადამიანს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ინდივიდუალურად და სხვათა შორის ასევე ზოდიაქოს ნიშანიც განაპირობებს რა პრიზმით შეგიძლია ანათო, ანუ რა ზოდიაქოს ნიშნი დაიბადე, იმიტომ რომ მზე რა ნიშანშიც არის, ეს არის ერთ-ერთი შენი პლაცდარმიც, ასევე რომ პროფესიულად მაგალითად მოიზიდო აუდიტორია. და ამიტომ ზოდიაქოს ნიშნითაც შეგიძლია შეარჩიო თქვა. მოგიყევია 6 წლის ასაკში რა ბიზნესი გქონდა? ესე იგი სკოლაში ბეჭდობდი ხოლმე ბარბის საღატავებს. ხო, ფერად პრინტერზე და ეს ტანსაცმლებს და შემდეგ 50 თეთრად თუ 20 თეთრად ვყიდდი ხოლმე კლასში და სკოლაში და დღეში რამდენს ყიდდი ხოლმე? 20 ლარამდე გავმდიოდა. ხა იმას პერიოდში ეს იყო ძალიან დიდი. ძალიან მაგარია, აი ძალიან. კი, მე ამიკრძალეს და სკოლაში დაიბარეს, რომ ниცა ბიზნესს აკეთებს სკოლაში სწავლის მაგივრად. თავარია რომ მან ტრამვად არ უნდა დაგამახსოვრდეს, რომ ამის კეთება, ასე ვთქვათ, სამარცხვინოა და რა. დღემდე მოყოლებული ბიზნესს ვაკეთებ წარმატებულად. არავინ არ მაწყენი და არაფერი ცოტა არ ჩამჭა ამ ყველაფერს. თავარი ეს არ გადადიოდეს რაღაც უკიდურესობაში, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ კიდევ ერთი პრობლემა რაც გვაქვს თანამედროვეში, ეს არის ზედმეტად ემანციპირებული ქალები, რომელსაც აქვთ ქალური საწყისის პრობლემა. ესეც ჩვენი დიდი ბებიების და წინაპრების აღქმებია, მეხდი, იმდენად უფლებოები იყვნენ, რომ მე ახლა მეორე უკიდურესობაში გადადიან მეკაბატონი რო ხდები ცოტა, ხო? იმიტომ რომ შენ გონია რომ შენზე არავინ იზრუნებს და მანდაც ძალიან ვწდებით, იმიტომ რომ ქალის თავარი ძალა არის მისი აი ზუსტად ეს სისუსტე და ქალურობა, რომ შეუძლია
დაიჯეროს აქ არჩევანი და მასზე იზრუნებენ და ეს ზრუნვა უნდა მიიღოს. მე ვისწავლე ნელ-ნელა. ყველაფრის გაკეთება ვიცი მართლა კედლების შეღებიდან აი ნუცად დამერწმუნება არაჩვეულებრივად შემიძლია ლამინატი დავაგო, რაღაცა კედლები გავუხრიტო, ყველაფერი შემიძლია, მაგრამ ამ ბოლო დროს უარს ვამბობ, რატომ უნდა გავაკეთო? ხო, აი ზუსტად. ბევრს ურჩევდი, ძალიან ბევრს ურჩევდი, იმიტომ რომ მან კიდევ ერთ საინტერესო ამბავია, რომ გააჩნია როგორ ვიბადებით ჩვენ. თუ ჩვენ ვიბადებით, აი განსაკუთრებით გოგოების შემთხვევაში ვიტყვით, ვიბადებით რამბულად და ჩვენს დაბადებას მოყვა რაიმე ესეთი უარყოფა, აი მარტივი მაგალითად დაიბადა ბავშვი და რა ვიცი ვის გავს ანაირია ხო არის ხომ მე ნუცასთან მქონდა პრობლემა მე ვიყავი რეზუს უარყოფითი და რეზუს კონფლიქტი იყო სერიოზული და ნუცას გადასხმები დაჭირდა აქედან იწყება თავდაცვა ხო აი ნუცასო კი თავიდან ეს არის თავდაცვა შეიძლება ავტოიმუნური დაავადებაც გამოიწვიოს კი ზუსტად კი ავტოიმუნურიც ფსიქოსომატურია საერთოდ ასტროლოგიაში ყველაფერი არის ყველანაირი ტიპის ჯანმრთელობის პრობლემა ფსიქოსომატიკა ანუ ეს არის გაუცნობიერებელი და არაიდენტიფიცირებული ემოციები და ავტოიმუნური განსაკუთრებით ზუსტად დაკავშირებულია ქალური საწყისის საკუთარ თავში ჩაკვასთან. მე არ მაქვს უფლება ვიყოს სუსტი, იმიტომ რომ ჩემზე არავინ იზრუნებს. და თუ ისე ხდება, რომ მაგალითად ჩვენ იბადები და რაღაც მიზეზით დედის თავარი შენი რესურსი ვერ იყენებ, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, ხო, ანუ მაქედან იწყება უკვე განცდა ესეთი, რომ ჩემთვის სამყაროს რესურსი არ აქვს, ამიტომ მე მოვიპოვო ეს რესურსი. თუმცა ეგეც სულის არჩევანია, როცა შენ ესეთ დედა არის პირველი შენი პარტნიორია დედა და პირველი ახმა უსაფრთხოების. არა, ჩვენ ძალიან დიდი ბმა გვაქვს, მაგრამ ეს იყო თავიდანვე წარმოედგინე პატარა ნუცი უკვე იბრძოდა როგორ სიცოცხლის. მე თვითონაც ეს სეპარაციით ვარ დედასთან დაბადებული. კი, და ამიტომ ეგეთი გოგოები ძალიან გვიან სწავლობენ იმას, რომ უბრალოდ შეიძლება ხანდახან მოდუნდე და ითხოვო და იზრუნებენ შენზე და არ კონდეს შეგრძნება რომ აი მე ხა რომ დამაყვედრო მაგალითად ან ჩემთვის რო რესურსი არის. სხვადასხვა ძალიან ბევრი ადამიანის შემთხვევაში ეს რა მეც პრაქტიკაზე რაც ვინახავ ხშირად უთქვამთ აი მშობლებს მოკეთ რომ აი დედა ჩემს ამბობს ხოლმე რომ აი რამდენი რამე არ ვიცოდი თურმეო აი თუნდაც ფეხმძიმობაშიო რაც უნდა გამეთვალისწინებინაო და აი თუნდაც მაგალითად როცა დავიბადე მე მივხვდი იმიტომ რომ ეს ყველაფერი ლაგდება რაღაცნაირად ძალიან საინტერესო კანონზომიერებით როცა შენ იბადები და დედას რაღაც მიზეზით შენზე ზრუნვის საშუალება არ აქვს იმიტომ რომ რომელი დედა არის ხა ესეთი რომელიც რა ვიცი არ იზრუნებს გააზრებულად ხო თავის შვილზე მაგრამ ხდება ლაგდება ისე სიტუაციები სამყაროში რომ შეიძლება შენ აღმოჩნდე სეპარირებული დედისგან და გოგოსთვის ეს არის ნუ საკმაოდ ესეთი ტრავმული მე ეს ურთიერთობებშიც გადადის რომ ვიცოდე ის ირჩევს აუცილებლად ისეთ პარტნიორს რომელსაც ვერ დაიყრება რესურსულად იმიტომ რომ დედის ლინკი ჩედის ესე ვთქვათ ურთიერთობებში მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ ეს არავის ბრალი არ არის ამიტომ თუ გააცნობიერებ მე ამის შეცვლა შეიძლება და ეს არის ზუსტად ინკარნაციის პრინციპი რა რომ არავინ არავის ეკუთვნის არავინ არავის წინაშე ესე ვალდებული არ არის რა პირდაპირ ესე რომ მოკეთ შენი ბრალი არაფერი არ არის ოდე მაგიტო არ უნდა დაადანაშაულო შენ თვითონ შენ მაშინ აგიჩია არა რომ მე აგიჩია როგორც დედა არ ვარცოდო არის უბრალოდ ხდებია როგორი მახსოვრებს თან 2 კილო დაიმატა როგორი მახსოვრებს არის ყველა 2 კილო დაიბადა ისე ცირა პაწაწონა იყო და ტვეი ქონდა შუბლზე გადასხმის ჩადგმული რამდენად ვენაც კი ვერ უყოვეს და ხო აი მაგიდან გამომუშავდა მე რამხელა ჰიპერტროფირებული გადარჩენის საკნიჭი მაგრამ ნუ ეგ მისი კარმაა და იმიტომ რა ანუ შენ იმიტომ აგიჩა რომ ამ რვიანიდან რაც აქ მისის ნიშანი იქამდე უნდა მოვიდეს ანუ კონტროლის მოყარულია ყველაფერს თვითონ აკონტროლებს კი სულ აკონტროლებ ყველაფერს გადაეჩვენდა ხო ცოტა უნდა გავუშვა ყველაფერი რიგზე არის მეგობრებო ნინა უბრალოდ ემოციური არის ხოლმე ზოგჯერ მეც ემოციური ვარ და ზოგჯერ ეს ემოციები რო აგიტანს და რაღაცას წარმოიდგენთ ხო იცით როგორც ხდება ალბათ თქვენც კარგად იცით. რა თქმა უნდა. ამიტომ არ თავი არ უნდა დაიდანაშაულოს არც ერთმა დედამ. რეალურად თქვენი შვილები გირჩევენ თქვენ როგორც გზამკვლევს, მაგრამ ვერავინ ვერ იცხოვრებს ხვის ცხოვრებას და ვერავინ იცხოვრებს ხვის კარმით. ამიტომ შემთხვევითი არ არის მაგალითად თქვა დედაშვილად რო დაიბადეთ, ეს მოცემულობა საჭირო იყო. როდესაც თქვა ადამიანია რო აი სუცდილობს რომ ვიღაცებზე იზრუნოს, თავი მოაწონოს, ის ტრავმირებულია. ეს ტრავმა არის დაბადების ტრავმა უმეტესად, აქაც მე საკმარისად კარგი არ ვარ და ადამიანი ამტკიცებს, ყველას ამტკიცებს, რომ აი მე თქვენთვის
ის ყველაფერს გავაკეთებ, მე თქვენს ყველაფერს გავიღებ, ოღონდ თქვენ მაგზნობინით, რომ მე ვარ საჭირო. და შესაბამისად უმეტესად იმედგაცრუებულები არიან ესეთი ადამიანები, იმიტომ რომ აქაც საჭირო არის გაცემა-მიღების ბალანსი, იმიტომ რომ თუ შენ თავს არ ცემპატივს არავინ არ დაგაფასებს სამწუხაროდ და აი თქვა ადამიანი რომელიც ტკენს სხვებს ისიც ხო ძალიან ნატკენი ადამიანია ესეც არის ადამიანი რომელსაც ბავშვობაში მოუწია გადაეტანა ისეთი ემოციური მომენტები სადაც გაუჩნდა განცდა რომ ყველაზე ახლობელი ვინც მის ესე ვთქვათ უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი თუნდაც დედა მაგალითად არ აღმოჩნდა საჭირო დროს საჭირო მომენტში თუმცა ის დედაც არის ადამიანი და აქედან გამომდინარე უბრალოდ შეიძლება პატარა იყო, ახალგაზრდა იყო, არ ესმოდა მაგალითად უნდა საკუთარი პასუხი. უამრავი ფაქტორია, რატომ შეიძლება ბავშვმა იქნოს თავი გარკვეულწილად სეპარირებულად დედისგან, ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ის ისტორიები, რომელსაც შენ ირჩევ როგორც სული, უნდა გაიარო. რომ მიხვდე, რომ შენ გაქვს შენი ყავს შენი თავი, შენი რესურსი გაგაჩნია და აქედან გამომდინარე არავინ არ უნდა განსაჯო და აი ეს სწორი გაცემა-მიღების ბალანსი უნდა ისწავლო, რომ ურთიერთობებში მე ბედნიერი იყო. და ისო ბლოკის მოხსნას და ანუ ეს საკუთარ თავთან უნდა იმუშაო თუ სპეციალისტთან. იცი როგორ არის? მე ვფიქრობ, რომ თვითონ ადამიანსაც შეუძლია როდესაც აცნობიერებ, აღიარებ უფრო სწორად, რომ შენ პრობლემა გაქვს. პრობლემის რაღაც ნაწილი უკვე მოგვარებულია, იმიტომ რომ თავარი არის ყოველთვის იდენტიფიკაცია. რა მაწუხებს მე? ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს საკუთარი ემოციების და სურვილების იდენტიფიკაცია სამწუხაროდ უჭერს, რომ გითხრათ. ანუ ადამიანები ძირითადად ხვდებიან რომ რაღაც აწუხებთ, მაგალითად. აქვთ რაღაც მოდელი, მაგრამ ძირითადად არ იციან, ვთქვი, აი საიდან მოდის, რა მიზეზით ხდება ეს, თუნდაც ხო? აი თქვათ რომ გიჭირს თხოვნა. ხო და რომ გიჭირს შენზე ზრუნვის მიღება, ხო? ბევრი ადამიანი თulis რომ ეს მისი ხასიათი, ეს არ არის ხასიათი, ეს არის ტრავმა. რეალურად, იმიტომ რომ სადღაც ოდესღაც შენმა პატარა მემ ბავშვობაში დაიმახსოვრა რომ შენ რომ ითხოვე შველა, რაღაც მიზეზით შენი მოთხოვნა ვერ გაიგეს. თუმცა ხო გეუბნებით შეიძლება აბსოლუტურად ობიექტური მიზეზით იყოს ეს და აი საერთოდ არავის არ სურდა შენთვის ტრავმის მოყენება, ჩვენ სიყვარულით გვაყენებენ ახლა ძირითადად ტრავმებს და ამიტომ აი თუნდაც კულინარიასთან რო დავაკავშიროთ, არსებობს მაგალითად რესურსით ტრავმირებული ადამიანი. რესურსით ტრავმირებული ნიშნავს იმას, რომ აი თქვა ჩვენ წინა თაობებში ხომ იყო საკვების დეფიციტი. და აქედან გავდივარ ხა მე ბიბიები მყავდა, რომლებიც ხო გეუბნებით ჩვენ ბავშვები რომ მიჭექით მივირთმევდით, ბავშვები ხო სულ ტოვებენ. არ არსებობდა რომ თვითონ გადმოიღო ეჭამა, ჩვენ რომ ტოვებდით, იმას ჭამდა. მიხვდი, ანუ ამ დროს არ იყო ხა პრობლემა რესურსი, მაგრამ ისეთი ბავშვი იყო ომის პერიოდში გაზრდილი 5 დედმამიშვილით, რომელიც სულ საკოს აგროვებდა. ამიტომ მისი ფსიქიკა მუშაობს ეგრე. მე უკვე როგორ იქცეოდა, იცი რომ გვაძალებდა, მიხვდი ჩვენ რესურსს. აი შეჭამე ბოლომდე შეჭამე, ზოგს ესეც არ აქვს, მიხვდი, მაგალითად. ანუ გამოვიდა რომ მე ხშირ შემთხვევაში იმაზე მეტს მივირთმევდი რომ აძალებდნენ, ვიდრე მე ეს მინდოდა რეალურად. და მე ეს ადამიანს რა პრობლემა უჩნდება, იცი დიდ ესაკში. ანუ ვერანაირი რესურსით ვეღარ კმაყოფილდება. შეიძლება გიჟივით ყიდულობს, მაგალითად იყიდის და მორჩა მე უკვე ეს რესურსი მისთვის გარკვეულ ფასეულობას კარგავს. ამას ქვია რესურსი ტრავმა. მიხვდი, რესურსი ტრავმირებული ადამიანი მან არ იცის მართლა რამდენი ჭირდება და მართლა უნდა თუ არა ვთქვა 10 ფეხსაცმელი რო აქ ან 500 კაბა რო აქვს სიტყვაზე, იმიტომ რომ ტრავმას წარმოშობს. ასტროლოგიაში არსებობს ამის ესე ვთქვათ სიგნიფიკატორი, აი რა ტრავმა კონკრეტულ ადამიანს, რომ ყოველს თავისი ტრავმები აქვს ეპოქების მიხედვითაც არსებობს უკეთ რაღაც კონკრეტულ ეპოქას მოაქვს რაღაც ტრენდები და ეს ტრენდები ქმნიან უკვე მერე ტრავმებს, ამიტომ ყოველს ჩვენი ტრავმები გვაქვს. ამის გააზრება არის უბრალოდ საჭირო. და ახლა სანამ გთხოვთ რომ ყველა ნიშანი დავახასიათოთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ჩვენი პოდკასტის სპონსორია მეტრომარტი. მეტრომარტი არის მულტიბრენდული ტექნიკის მაღაზია, სადაც შეგხვდებათ როგორც მსხვილი, ასევე წვრილი ტექნიკა, ძალიან მისაღებ ფასად, ძალიან დიდი არჩევანი არის და ასევე შეგიძლიათ იშოპინგოთ როგორც ონლაინ, ასევე მაღაზიაში. და მთელ საქართველოს მასშტაბით არის მიწოდება. ახლა კი უნდა გთხოვოთ, რომ ყველა ზოდიაკოს ნიშნის მოკლე პროგნოზი ვთქვათ. კი ბატონო, დავჩაგრეთ ყველა. კი, ყველა თავის ნიშანს ელოდება ყოველთვის. ვერძით რო დავიწყოთ, ვერძს ექნება ზუსტად ვერძის ნიშანში ხდება ეს ყველაფერი, მზე სატურნი, მერკური არის ერთად. ვერძს შეუძლია დაიწყოს რაღაც ახალი პროექტები. ეს შეიძლება იყოს ერთი, არა, რამოდენიმე პროექტი იყოს შესაძლებელია. ეს შეიძლება იყოს ახალი ადამიანები, ახალი კომუნიკაცია, ახალი ნაცნობობა, კარგი ნეტვორკინგი.
მაგალითად და უახლოესი აი 2 წლის მანძილზე აქედან რაღაცა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი შეიძლება გაიზარდოს. ვერთთან შეიძლება ასევე დაიწყოს რაღაც ახალი ურთიერთობები, მათ შორის რომანტიკული ურთიერთობები, ადამიანთან ან თანამშრომლობიდან გამომდინარე, ან შეიძლება ეს იყოს ასეთ უმცროსი ადამიანი, რომელთანაც ასევე შეიძლება რაღაც საერთო ინტერესები აკავშირებს და შეიძლება რაღაცა სერიოზული და კარგი გაიზარდოს აქედან. დროს სატურნის პრინციპი ეს არის, რომ რაღაცა უნდა გაიზარდოს. სწავლისთვის შორის შეშინებულია თემა, ვიღაც უნდა მოვიდეს სწავლისთვის უნდა ასე ვთქვათ, სწავლის პრინციპი აქედან ჩადებული, შეუძლია ისწავლოს. თუ ქონდა რაღაც ეტაპი მიეტოვა, მაგალითად, განაახლოს შეუძლია ასევე. სასწავლებლად სწავლის პროცესი კი სწავლისთვის არის ძალიან კარგი შესანიშნავი. ოღონდ გახსოვდეს, ეს არის პირადი ინიციატივა და კიდევ ძალიან კარგია თუ კი მიყვებით თქვენს მიზნებს თანმიმდევრულად, აი პატარ-პატარა ნაბიჯებით, ოღონდ სისტემურად ყოველდღე და არა უცებ გავისურვით ერთბაშად, იმიტომ რომ ამ პერიოდს სჭირდება ძალების სწორი კონცენტრაცია და არა სიჩქარე, იმიტომ რომ სატურნი ზოგადად ისეთი დისციპლინის და სინდინჯის მოყვარული არის და ვერც ჩქარება, ვერც ძალიან ეჩქარება და ასეთ სიტუაციაში თუ გაუსწრებ წინ მოვლენებს ან შენზე ბევრს აიღებ შენ თავს, მაშინ ენერგეტიკულად გადაიწვევი. ამიტომ ამას მიაქციეთ ყოველდღე. კუროს რაც შეეხება, კუროსთვის ეს პირდაპირ კავშირში არის ფულთან, ფინანსებთან, მატერიალურ საკითხებთან და აქაც მთავარი პრინციპი ეს არის ისწავლეთ მოთხოვნა, ისწავლეთ საზღვრების მონიშნა. და აქაც მნიშვნელოვანი ფაქტორია გამოდით კომფორტის ზონიდან, გაბედეთ, იმიტომ რომ კუროებს არ უყვართ ზოგადად მიჩვეულის დატოვება, ძირითად შემთხვევაში. ყოველთვის ესეთი პრინციპი აქვს, რომ ახალ სკამზე რომ უნდა გადაჯდნენ, რაღაც ერთი ფეხით გადაჯდეს და ერთი შეიძლება უკან დარჩეს და ეს პერიოდი ხო, ანუ თუ რამე არ მომეწონება, ხო, კურო საერთოდ ძალიან ის სელექციური ნიშანია ზოგადად. ძალიან არჩევს, დიდი ხანი აკეთებს არჩევას გაკეთება სწრაფად არ უყვართ. საერთოდ არ უყვართ ვინმე რო აჩქარებს, საერთოდ არ უყვართ. მაგრამ ვერძი სწრაფია და ეს ყველაფერი ვერძის ნიშანში, ამიტომ კუროს ურჩევს რამეს რომ თუ არ ჩაჭერით ძველი კომფორტის ზონა, არაფერი არ დაიწყება თქვენ შემთხვევაში, ამიტომ ჩემი გულწრფელი რჩევა არის გამოდით კომფორტის ზონიდან და თუ არ სცადეთ ვერას ვერ გაიგებთ კიდე რა გამოდის ცხოვრებაში, ამიტომ უნდა რაღაცა ჩითილები უნდა დათესოთ ესე თქვათ ეხლა, რომ დაინახოთ რა გამოვა ამ ყველაფრისგან, იმიტომ რომ რეალურად რაღაცა ძალიან საინტერესო და ძალიან ისეთი ახალი პროცესი იწყება თქვენ ცხოვრებაში. რაც შეეხება მერკურის ნიშნებს, ტყუპები მერკურია, მერკურის ნიშნებს თვითონ მერკური მონაწილეობს ამ ესე ვთქვათ ტრიანგულაციაში, რომ სატურნი, მზე და მერკურია ერთად, მერკურის ნიშნებს რაც შეეხება, აქ ძალიან მნიშვნელოვანი ამბები იქნება დაკავშირებული მათ ცხოვრებაში, ისეთ საკითხებთან, როგორიც არის დიდი პროექტები მეგობრებთან ერთად, რაღაც დიდი მომავლის პერსპექტივები, ზოგადად ჰორიზონტების გაფართოვება, ასევე ტყუპის ნიშნით დაბადებულებს აქ ჩანსი ახალი ურთიერთობები წამოიწყონ, აქაც საერთო ინტერესებიდან გამომდინარე და თუ აქამდე არ გამოსდიოდა ურთიერთობები შეიძლება საერთოდ სხვანაირი ფორმატის დაახლებული ურთიერთობები დაიწყოს აი ამ პერიოდიდან, თუმცა აქაც რაღაც ეტაპი დაჭირდებათ, მაგრამ ვერძის ენერგია ტყუპისთვის მეგობრულია, ვერძი და ტყუპი ძალიან მეგობრულია, ამიტომ ტყუპებთან ბევრი ბენეფიტები იქნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტყუპებმა გაიარეს მარტში საკმაოდ რთული პერიოდი, ზოგადად ეს იყო იძულებითი სტაგნაცია. ზოგიერთი შემთხვევაში ეს იყო რაღაც არეულობები კომუნიკაციის კუთხით, რომ მერკური ძალიან ცუდ პოზიციაში იყო და ახლა იწყებენ გამოფხიზლებას. ეხლა ხდებიან კაფეები, ეხლა გონება უჭრით ისა, იმიტომ რომ ტყუპები ძალიან ხარტი ნიშანია და მარტის თოში ისინი რაღაცნაირად თითქოს შენელებული იყვნენ. ან მათი არ ესმოდათ ხშირ შემთხვევაში ისინი ამბობდნენ, მაგრამ სხვანაირად ესმოდათ, ესე ვთქვათ, აუდიტორიას ესმოდათ სხვანაირად. ახლა უკვე საშუალება გაქვთ, რომ ხმაც ამოიღოთ და თქვენი გაიგონ შეიძლება, იმიტომ რომ თქვენი ძალა უკვე თქვენი ხმაა. პირდაპირ და გადატანით მნიშვნელობა. კირჩხიბებს რაც შეეხება აქ კომპრომისები აქვს საჭირო. იმიტომ რომ კირჩხიბის შემთხვევაში რაღაც საკითხები უკავშირდება სამსახურეობრივ თემებს, ახალ შეთანხმებებს, შეიძლება ეს იყოს სტატუსის და გრაფიკის შეცვლა, უფრო ხშირად რაღაც სამუშაო მოცემულობის შეცვლა იყოს შესაძლოა. თუმცა კირჩხიბის შემთხვევაში ცოტა დაიძაბო შეიძლება კირჩხიბი, იმიტომ რომ ვერძის ენერგია კირჩხიბისთვის არის სტრეს ენერგია, კვადრატურაა. ეს არის ეგეთი თემა, რომ ყველაფერი გამოვა, ოღონდ აი რაღაცას უნდა გადააბიჯოს კირჩხიბმა. ნუ პირველში უნდა გადააბიჯოს თავის ფოთვებს და აი გარანტიების მოთხოვნას, რომ ვაიმე კირჩხიბებს ვეძახი ვაიმე ტიპებს. ყველაფერზე ვაიმე აქვს.
საერთოდ კითხებთან ესეა ხოლმე როგორც გიხს ისე არასდროს არ წვიმს. უბრალოდ აი წინასწარ ესე დრამაში, ესე თქვა დრამას დადგამს, ამ დრამაში ყველას ჩაითრევს აუცილებლად და რეალურად მე აღმოჩნდება რომ ისეც არ ყოფილა კაცო ეს ყველაფერი როგორც კითხებმა წარმოიდგინა და ესე ემოციურად გააფერა და ამიტომ ჩემი რჩევა არის ესეთი რომ პროცესით ისიამოვნეთ. აი უბრალოდ პროცესში რაღაცას და ვიყავი ამ პროცესში წინასწარ ნუ ნერვიულობ და ნუ იხედები წარსულისკენ, იმიტომ რომ კითხებს უყვარს კიდევ აი წარსულს ტირის ამ წარსულს და ჩემი რჩევა არის ცოტა იმპულსურად მივდექით, მოკლედ რაღაც გადაწყვეტილებას. ლომებს რაც შეეხება ძალიან კარგია ლომისთვის, ლომებთან არის რაღაც ახალი რომანები, მაგალითად იმიჯის ცვლილება, რაღაც ღირსება, პატივის აღდგენა, თუნდაც ეს პოპულარობა, მოკლედ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ვერძის და ლომის ენერგიები ეს არის გული და თავი და მოკლედ რაღაც ძალიან კარგი კომბინაციას ქმნის. ლომთან ასევე ეს ყველაფერი იქნება დაკავშირებული შვილებთან, მათთან ურთიერთობის გაუმჯობესებაც იყო, შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენები შეიძლება მოხდეს თქვენი შვილების ცხოვრებაში, თუ დიდი შვილები ყავთ, შეიძლება იყოს დაოჯახება, რაღაც სტატუსი მიიღონ, შეიძლება თქვენ შეიძლება იამაყოთ, ლომს საერთოდ უყვარს იამაყოს თავისი შვილებით, მოკლედ და რაღაც ესეთი საპარადო ნიშანია ზოგადად. და საგაზაფხულოდ კიდევ შეიძლება გადაწყვეტოთ ფორმაში ჩადგეთ და ძალიან კარგად გამოგივათ, მინდა გითხრა. სხვათაშორის ეს ციკლი კიდე ძალიან უწყობს ხელს, აი ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა დაამარცხოს საბოლოოდ მავნეჩვეები და ფორმაში მოიყვანოს ხოლმე, რომ ვერძის და სატურნის და ვერძის კოლაბორაცია ეს არის ჩემი ნების ყოფა მყავს ხელში და აი მოტივირებული ხდები და აი გაზაფხულისთვის მოტივაცია მოიმატებს. თუმცა ასევე ადამიანში მოიმატებს აგრესიას და ბრაზიც, იმიტომ რომ შენ თუ რაღაცა გაგექცა ესე ვთქვა დისციპლინა მაგალითად ხო რაღაცები არ გამოგდის ყველა დამნაშავე იქნება. ნუ ეს ახლა რა თქმა უნდა იმ ადამიანებს ეხება, ვისაც არის მის რომ მისი ცხოვრება მის ხელთარი რეალურად. რაც შეეხება ქალწულებს ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანთან პირველ რიგში ეს ეტაპი მოიტანს გამბედაობას, რომ რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო ფინანსური კუთხით, თუმცა ეს არის კოლაბორაციები. და ეს არ არის მხოლოდ თქვენი ფული, ეს არის რაღაცა გარკვეული თანამშრომლობები, ახალი თანამშრომლობები ფინანსური კუთხით, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ემიგრაციაზე, სადმე გადაცხოვრებაზე, ლოკაციის შეცვლაზე. სხვათაშორის ისევე როგორც ტყუპი ქალწულიც მარტის თვეში ცოტა იტანჯებოდა, ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდა. იმიტომ რომ მათთან 2023 წლიდან მოყოლებული რაღაც დიდი პროცესების ფინალიზაციაც მიდიოდა და თუ თქვენ აქ აღიარეთ აპატიას პირველ საკუთარ თავს რაღაც ზედმეტი ფსიქოლოგიური ესე თქვა წრიხისგან და დანაშაული შეგრძნებისგან გათავისუფლდით, მაშინ თქვენთვის იწყება აბსოლუტურად ახალი ეტაპი. ძალიან დიდი ენთუზიაზმით სავსე, თუმცა თქვენ შემთხვევაში საჭირო არის გამოხვიდეთ ნაჭუჭიდან. ქალწულებს ძალიან უჭირთ ხოლმე რისკი. ქალწული ითვლის ყველაფერს. ესეთ ხალხია მილიონს რო კაპიკი დააგდეს მილიონი არ არის, აი ეგეთი ხასიათი აქვს და ნუ ცოტა მეტი რისკი საჭირო იქნება და მეტი ენთუზიაზმი და პირადი პასუხისმგებლობა ისევ და ისევ, იმიტომ რომ თუ საერთო ფინანსებს ეხება ამ შემთხვევაში მხოლოდ თქვენ თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა. სხვის გასაკეთებელს თქვენს პირად პასუხისმგებლობაზე ნუ აიღებთ, ესეც უყვართ სამწუხაროდ ქალწულებს. რაც შეეხება სასწორთან პირდაპირ პარტნიორულ ურთიერთობებს უკავშირდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ციკლია სასწორთან, ეს არის სტატუსის სვლა, ახალი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, თუმცა არა მხოლოდ პირადი, ეს ზოგადად სამქმიანი და ესეთი შემოთავაზებების ფაქტორიც არის. ერთადერთი პირობა, რაც აქ საჭირო გავითვალისწინოთ, ეს არის ის, რომ აქედანვე მონიშნეთ საზღვრები. აქედანვე დასვით კითხვა, მე რას ვიღებ აქედან. ანუ ჩემი პრიორიტეტი რა არის და იგივე ხება ურთიერთობებსაც. აღარ უნდა იყოს ისე, როგორც იყო ადრე, იმიტომ რომ თქვენ თუ გინდათ რაღაც ახალი ეტაპი დაიწყოთ, აქედანვე უნდა ასწავლოთ თქვენს ახალ პარტნიორს, გააცნოთ უნდა თქვენი თავი. ყველანაირი, ისე ვთქვათ, ეს იდეალური არ დაჩვენოთ თქვენი თავი, აი მოუნიშნეთ საზღვრები, უთხარით რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, სასწორი ძალიან დელიკატური, ხშირად უჭირს ხოლმე საკუთარ, ესე ვთქვათ, სურვილებზე ლაპარაკი და ესეთი ხათრიანი ხალხია, როგორც წესი კულტურულები არიან, ზე კულტურულები. ამიტომ რაც შეეხება ურთიერთობებს, ზოგადად პარტნიორობას ყველაფერზე აისახება თქვენს შემთხვევაში ეს პერიოდი, ოღონდ უნდა საზღვრების მონიშნვით და ჯანსაღი ეგოიზმით უნდა აკეთოთ ეს. მორიელებს რაც შეეხება მათ აქვთ საშუალება ცეცვალონ გაჯეტი განსაკუთრებით შეიძლება ახალი ავტომობილი შეიძინონ. რაღაც ინვენტარიზაცია იქნება მათ ცხოვრებაში, გადალაგება, გადმოლაგება, მაგალითად აქაც შეიძლება რაღაც გაჯეტებს იყოს დაკავშირებული. სამუშაო გარემის გარემო შეცვლა იყოს შეიძლება, ოღონდ მათი პირადი ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მაგალითად თვითონ თუ მივლენ და აინტერესებენ, ინტერესს გამოიწვევენ, იდეალურია. სხვათაშორის ვინც ახლა გამოტებით სამსახური უნდა თქვათ, მაგალითად რაღაც იდეები აქვს, პროექტები აქვს, მიდით
დაინტერესეთ, დააკაკუნეთ, კარიერა გაგიღეს, ბანჯარა არსებობს, მოკლედ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ესე ცოტა მიწოვა დაჭირდება მოკლედ სიტუაციებს თუ სამსახურის შეცვლაზე ვსაუბრობთ. იგივე ეხება ჯანმრთელობას, იმიტომ რომ მორიელ საშუალება ექნება რაღაც ახალი მეთოდები იპოვოს საკუთარი ფიზიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, საერთოდაც ურჩევ არ მიუშვან ჯანმრთელობა მორიელებმა, იმიტომ რომ მათთვის ეს ყველაფერი უწევს ჯანმრთელობის სექტორში და დრო დადგა ყოველდღიური ჩვევების შეცვალეთ ძვირფასო მორიელებო, იმიტომ რომ ყოველდღიური ჩვევები არის თქვენი გარეგნობაც, თქვენი ფსიქოსომატიკაც და მოვლენებიც კიდე რა თქვით, თქვენს გარშემო ხდება. აი კითხეთ, აი თქვენ თავს სად ხართ გაჭედილი, რა ემოციებში ხართ გაჭედილი, რას ვერ უშვებთ. განახლების ეტაპი დგას, იმიტომ რომ ვერძი პირველი ნიშანია და აქამდე უნდა გაგეშვათ რაღაცეები და უნდა მშვილდოსნებს რაც შეეხება მათთვის ეს არის ძალიან მეგობრული სტიქია, რომ ერთი მშვილდოსანი ეს არის იდეოლოგიით დაკავშირებული ხალხი ერთმანეთთან, იმიტომ რომ მშვილდოსნის იდეები და ვერძის ენთუზიაზმი მთებს აბრუნებს მოკლედ და შესაბამისად აქედან გამომდინარე მოკლედ მშვილდოსანს ექნება საშუალება გაიფართოს ჰორიზონტები. ახალი შანსები მოგზაურობის, უცხოეთი, უცხოელები, რაღაც ესეთი უცხოური პროექტები, თუ მაგალითად გაჭედილი იყო რაღაც საკითხები იურიდიული დოკუმენტები ეს დრამა. აი აქ საშუალება არის უკვე ეს ყველაფერი მოგვარდეს, გადაწყდეს, საბოლოოდ ეს თქვა კორექტირდეს, ახალი გზებიც იპოვოთ შეიძლება და ძალიან სწრაფად შეიძლება წავიდეს თან ეს პროცესები, ძალიან სწრაფად შეიძლება დაიძრას ადგილიდან, თან არ უნდა დაგვაუწყდეს რომ მშვილდოსნის მართველი პლანეტა დირექტიულ მოძრაობაზეა უკვე და ეს არის არც ერთი ნაბიჯი უკან. მშვილდოსანს აქ საშუალება აი თავის მასშტაბს მიაწვეს, ესე ვთქვათ, რაც მათ უყვართ ძალიან. თხის რქებთან კომპრომისი ასაჭირო ოჯახსა და კარიერას შორის, იმიტომ რომ ყველაფერს ვერ ეყოფით და უნდა ისწავლოთ პრიორიტეტების განაწილება, რაღაც სადღაც დელეგირება თხოვნა და გჭირდებათ. ოჯახის წევრთან ურთიერთობა ითხოვს კომპრომისს, გულწრფელ საუბარს, რაღაც დოზით ემოციურ ხარს, იმიტომ რომ არ უსმენდათ შეიძლება ოჯახის წევრებს და ასევე თქვენ შემთხვევაშიც გარკვეულწილად მნიშვნელოვანი არის ჯანმრთელობა, იმიტომ რომ უნდა გადახედოთ სიტუაციას, იქნებ ამდენი არ გჭირდებათ, რამდენსაც თქვენს თავზე იღებთ და ცოტა უნდა შეამსუბუქოთ დატვირთვა. მერწყულის შემთხვევაში ეს იქნება რაღაც საკითხები, რომელიც უკავშირდება ახლო გარემოცვას. შეიძლება იყოს კომპრომისები. პრინციპში მერწყული საკვანძოთ იცვლის თავის შეხედულებებს, შეიძლება აქ იყოს ცვლილებები ვიზუალური იმიჯის, მაგალითად, მერწყულებთან აი გარდამტეხია პერიოდი, არა მხოლოდ მარტი, განსაკუთრებით აპრილი უკვე. მერწყული პოულობს ადამიანებს, ვინც მის ცხოვრებას შეამსუბუქებს, ზოგიერთ შემთხვევაში ეს წყვილში ყოფნაც იყოს შეიძლება, თუმცა ასევე შეიძლება იყოს რაღაც საკითხები, რომელიც უკავშირდება ახალ მატერიალურ გამომუშავებას ახლო წრის ადამიანებთან ერთად და შემსუბუქებას თქვენ შემთხვევაში აი ზუსტად მატერიალური ვალდებულებების და თევზების ნიშანში ეს ყველაფერი არის დაკავშირებული ფასეულობებთან და ახალ ეტაპთან ისევ და ისევ მატერიალური კუთხით თევზები იწყებენ რაღაცას საკუთარს, საუკეთესო პერიოდია საკუთარი ბიზნესის დასწრებას, ხოჭ შორის რამდენიმეს ვიცნობ, ვინც აი ზუსტად ესე გადაწყვიტა დატოვა სამსახური და ამოიღო ესე ვთქვათ ხმა, მახვილი აიღო ხელში, იმიტომ რომ თევზებს ეს ვერძის ენერგია ემატებათ ეხლა და ეს არის გამბედაობა, ამბიცია, რომ აი მე მეტი მინდა, მე თავისუფლება მინდა და ვიტყოდი რომ ფანტასტიკურია, ძალიან კარგი, თუმცა ბევრთან ასევე ეს არის ახალი ეტაპი წყვილში ყოფნის კუთხით. შეიძლება არიან უკვე წყვილში, მაგრამ აი აქ უკვე უნდა იშრომონ ამ ურთიერთობებისთვის და იქ რაღაცა კომპრომისები აუცილებლად დაგჭირდებათ, იმიტომ რომ გარკვეული ეგოიზმი უნდა ცოტა გადაიხედოს ან თქვენი ან პარტნიორის გააჩნია ვინ უფრო ეგოისტია ხა ამ წყვილში ამ შემთხვევაში ცოტა და ეს ეგოს მოთქვა აუცილებლად იქნება საჭირო, თუმცა თევზების შემთხვევაში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ორწლიანი ციკლი მოდის, ძირითადად მაინც მატერიალურს შეეხება. მე მგონი ყველა ზოდიაქოს ნიშანზე ვთქვი და ერთი ამოსუნთქვით, ანუ აი რა უნარია, ხო აი რა ვიცი. პირდაპირ არ შეერთებული. ყოველდღიური პრაქტიკიდან გამომდინარეა, მარტო უნარი არ არის, ყველაფერი პრაქტიკაა ცხოვრებაში, მე ვფიქრობ, მოკლედ პროფესიონალიზმი პრაქტიკაა ჩემი აზრით. მოკლედ არ ვიცი, აი აღფრთოვანებული ვარ, ისე გავიდა დრო, რომ აი დეგონება ერთი წუთი იყო, მართლა ძალიან საინტერესო მოსასმენი იყო და დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენ ახლა ვიმყოფებით გრილის და მელოდიის სახლში, ძალიან კარგი გარემო არის, გებრიელესი კერძები და აქ არის ბევრი სივრცე, ახლა კაი ამინდები, არაჩვეულებრივი ორი ვერანდა არის, იქ აზიური კუთხე არის და ძალიან მრავალფეროვანი სამზარეულოა და ჩვენ უნდა გადმოგცეთ ვაუჩერი
და აი ამ არაჩვეულებრივ ადგილს თქვენ რო ესტუმროთ. თან აქ არის ხოლმე live კონცერტები, ძალიან გემოვნებიანი მუსიკა არის. ძალიან მიყვარს. გონია ძალიან შესანიშნავი. დიდი მადლობა სოფია სტუმრობისთვის, ასევე დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომელიც ყოველ ხუთშაბათს უყურებს ჩვენს გადაცემას. ასევე რაიმე კითხვები თუ გაქვთ, აუცილებლად დაგვიწერეთ ვიდეოს ქვეშ და ჩვენ გიპასუხებთ და ასევე გამოიწერეთ ჩვენი გვერდი. დროებით.